გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, ეს Wellness podcast-ია ჯანს აღკვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დღეს ჩემი სტუმარია მოგშა ფეიქარი, სისტემური განლაგების სპეციალისტი და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სისტემურ განლაგებაზე. გამარჯობა, მოგესალმებით, უღრმესი მადლობა რომ ესტუმრეთ. უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო თემა არის ეს ჩემთვის. პირადად მე გავლილი მაქვს, თქვათ, გამოცდილება მაქვს, ესე იგი სისტემური განლაგების, არ ჩამიტარებია ჩემი საკუთარი განლაგება არ გამიკეთებია, უბრალოდ ვიყავი მონაწილე და მინდა აღვნიშნო, რომ ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ რა, ესე იგი განცდა იყო და როგორი შეგრძნებები და როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ ზოგადად ვერ ხსნი ხოლმე, ესე იგი ადამიანებისთვის თუ რა გავიარე და მოგიწვიეთ ახლა თქვენ აქ, რომ იქნებ რაღაცნაირად ჩვენს მაყურებელს ძალიან დიდი დაინტერესება არის ამ ესე იგი სისტემური განლაგებისადმი და ავუხსნათ და მოვუყვეთ ზოგადად რა არის ეს სისტემური განლაგება. კი ბატონო, ძალიან ისეთი დიდი სფეროა, საინტერესო სფეროა და ბევრი ასპექტები აქვს და მეც მესმის რატომ არის ამაზე კითხვები, იმიტომ რომ ეს ცდება თითქოს ფსიქოლოგიას, როგორც ასეთს, არ არის მარტო მენტალური პრაქტიკა, ანუ მთლიანად ჰოლისტურად ადამიანს ეხება, ჩვენ გაქვს ემოციებიც, სომატიკაც, გონებას და მთელ ამ პროცესებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო მეთოდოლოგია, ყველაფერს ეხება რო იტყვიან. რაც საქართველოში არის ეხა თითქოს გავრცელებული ამასთან მიმართებაში არის უფრო ოჯახური კუთხით, ესეთი შეხედულება არსებობს, რომ ეს არის საოჯახო თემა, ტრანსგენერაციული, ანუ თაობათა შორის თემა, სადღაც განკურნება უნდა ხდებოდეს, ან ჩემ პირადი ტრავმების და ეს არის ძალიან ლიმიტირებული ხედვა ამის, იმიტომ რომ სისტემური განლაგება არის უფრო ფართო მეთოდოლოგია. დავიწყებ იქიდან, ჯერ რომ მიყვეთ ნელ-ნელა, თუ საიდან და როდის ჩამოყალიბდა, პირველი, ასე ვთქვათ, დამფუძნებლად ითვლება ბერტ ჰელინგერი, რომელიც ეს 80-იან, 90-იან წლებში შეკრა როგორც მეთოდოლოგია, თუმცა მას წინამორბედები ყავდა და ესენი იყვნენ ქალბატონებიც. და ცნობილი ფსიქოლოგები კი და ბერტ ჰელინგერმა, ასე ვთქვათ, ამისი პოპულარიზაცია გააკეთა უფრო და დაერქვა უფრო ესეთი სახელი, თუმცა მანამდე სხვა სახელებიც ჰქონდა და სხვა კვეთებიც იყო ფსიქოლოგიის სხვა მეთოდებთან. დავასახელებდი მაგალითად ჯაკობ მორონერს, რომელიც ფსიქოდრამის დამფუძნებლად ითვლება, ან ვირჯინია სატირს, რომელსაც ასევე ჰქონდა მსგავსი მეთოდოლოგია, სადაც სცენური განვითარებები იყო, ასევე სხვა კუთხით არსებობდა ოჯახური თერაპია და შემდეგ წამოვიდა ჰოლისტური თერაპიებში, როგორც არის ჰიპნოთერაპია და აი ბევრი რაღაცა ერთად იკვეთება ამ ოჯახურ განლაგებაში. არა მარტო ფსიქოლოგიური კუთხით, არამედ ფილოსოფიური კუთხითაც. დაოიზმთან არის ძალიან ახლოს. სინდისების თემას როცა განიხილავს ბერტ ჰელინგერი, მაგალითად ინდივიდუალური სინდისი, კოლექტიური სინდისი და უნივერსალური სინდისი, ეს არის იგივე დაოიზმი, ასე ვთქვათ, და ფილოსოფიურ მიდგომებთან, რომლებიც არის კონსტრუქტივიზმი, თავისებური მიმდევრები ამას ყავდა, ერთ-ერთი შეიძლება კანტი იყოს დავასახელოთ და შოპენჰაუერი, რომელიც ფენომენოლოგია უფრო. და ეს ორი მიმართულება ფილოსოფიაში არის კიდევ გეშტალტის თეორია და სისტემების თეორია, რომელიც ბიოლოგიიდან და ფიზიკიდან მოდიან. მოკლედ აი ამ კვეთებში, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მეტამეცნიერებებში შეიქმნა ეს მეთოდი და გაერთიანდა ძალიან დიდი თემაა და ძალიან საინტერესო არის. ასევე ორგანიზაციებისთვისაც, იმიტომ რომ ორგანიზაციაც სისტემა არის, თუმცა დამოკიდებულება საოჯახო მეთოდებთან და ორგანიზაციებთან განსხვავდება. იმიტომ რომ ოჯახში მაგალითად ურთიერთობები არ წყდება, რაცა უნდა გაწყვეტილი მქონდეს ურთიერთობებს გავლენას ახდენს ჩემზე სიცოცხლის ბოლომდე. ამიტომ მისაყიდი სხვანაირად არის და თითქმის ყოველთვის გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია. გამონაკლისები არის, როცა რაღაც ინცესტი და ასე ვთქვათ, ესეთი რაღაც საზღვარს გადასული თემებია, თუმცა ეს ხერხი მოძალადის საკითხი კიდე ცალკე განიხილება აქვს და მანდაც ძალიან საინტერესო რაღაცებია, მაგრამ კიდევ რაც ოჯახში არ არის ისევე როგორც ორგანიზაციაში, ეს არის იერარქია. მამა არასდროს არ გახდება შვილი და ანუ ეს იერარქია ქრონოლოგიური ყოველთვის შენარჩუნებულია. თუ აქ
რაღაცა ცვლილება ხდება, ანუ თავის თავზე იღებს შვილი რაღაცას მამის შობლის მზრუნველობა. ამ ზრუნველობა ზედმეტად უწევს, ეგეთ ბედის გამო შეიძლება ან პირიქით თავზე იღებს, იმიტომ რომ პატივს არცემს, ხო, ანუ დიდად მოაქვს თავი, ხო? მაშინ ეს დარღვევაა, ხო? დისბალანსი, ანუ მას რაღაცით გაბალანსება ჭირდება. ორგანიზაციაში სხვა დინამიკა, ორგანიზაციაში ლიმიტირებულია წევრობა კონტრაქტიდან გამომდინარე და ასევე იერარქიები ცვალებადია კონტრაქტიდან გამომდინარე, ხო, შეიძლება უფროსი დღეს უფროსია, ხვალ თანამშრომელი გახდეს, თანამშრომელი უფროსი გახდეს, ხო? ანუ იქ სხვა დინამიკაა და ეს უფრო კონსტრუქტია. ადამიანების შექმნილი ბუნებაში ორგანიზაცია არ არსებობს. ბუნებაში ორგანიზმები არსებობს, სიმბიოზა არსებობს, მაგრამ ორგანიზაცია უფრო ადამიანური, ასე ვთქვათ, კონსტრუქტია და ამიტომ აქ კონსტრუქტივისტული მიდგომა. ხელოვნურად არის შექმნილი და ის კონსტრუქტია, ხელოვნურად არის შექმნილი, ამიტომ ამას კონსტრუქტივიზმი, ასე ვთქვათ, კონსტრუქტიული მეთოდოლოგიები, რაც მაგალითად არის ძალიან ბევრი მეთოდები, რომელიც აი კოუჩინგში კონსულტაციაში ცნობილია და განლაგებით ამ მეთოდების გამოყენება შეიძლება. ანუ განლაგება ზოგადად არის როგორც ასეთი მოკლედ რო ვთქვა, იარაღი, რომელიც შეიძლება ძალიან ბევრ განზომილებაში გამოსადეგი იყოს, განათლების სისტემა, მედიცინა, ორგანიზაციული და ასე შემდეგ, საოჯახო თემები, ხო? ანუ ეს აძლევს გარკვეულ დიმენზიას, გარკვეულ განზომილებას აი ამ ნებისმიერ თემას. თითქოს ანიმირდება ეს ყველაფერი და ცოცხლდება და მოძრაობა და პოტენცია ჩანს, რაც შეიძლება დრო და სივრცეში, მაგალითად, უშუალოდ აქ და ახლა არ ჩანდეს, მაგრამ გარკვეული დროის მერე გამოჩნდებოდა ან გამოჩნდება რა პოტენციალია, აი ამისი სიმულაცია ხდება იმ განლაგების დროს. რეალურად პრობლემების მოგვარებისთვის არის საუკეთესო გზა, ხო? არა, მოგვარება ცოტა ამბიციური არის. მე ვიტყოდი, რომ პირველ რიგში რეალური პრობლემის დანახვისთვის. პირველ რიგში და შემდეგ აქედან გამომდინარე, მე როცა დავინახავთ და ვაღიარებთ ამას, ეს უკვე პირველი და აუცილებელი ნაბიჯია, ხო? შემდეგ უკვე ჩანს განლაგება აჩენს ხოლმე თუ რა მიმართულებით მიდის დინამიკა. და ეს დინამიკა არ უნდა შეგვეშალოს, რომ ჩვენ გვინდა პრობლემა მოაგვაროთ, ხო? Wishful thinking-ი გვაქვს და განლაგება არის უფრო ინტუიციასთან. მართებაში ინტუიცია ხშირ შემთხვევაში ძალიან მტკივნეული. ხო, საითაც არ გვინდა გავიხედოთ. ამიტომ ეს თუ wishful thinking-ში გავაიგივეთ, რაღაც სურვილების ასრულებაში, ხო, რაღაცა mind games გავაკეთებთ ამისგან, რა ძალიან სახიფათოა. ანუ რეალურად მიენდო სამყაროს. როგორც თქვი, ორი დამოკიდებულება, ანუ იმდენად ჰოლისტურია სისტემური განლაგება, რომ ეს მიენდო სამყაროს, არის ფენომენოლოგიური მიდგომა. ანუ მე ვარ რაღაცა ტალღა, რაღაცა დიდი ოკეანის ან ზღვის ან სამყაროს რაღაც პატარა ნაწილი, ხო? ანუ რაღაცა დიდია, რელიგიებიც ეგეთია, ხო, ფენომენოლოგია აქაც, ხო, ღმერთია, დიდი ან ეგზისტენცია ყოფიერება მე მის ნაწილი. კონსტრუქტივიზმი ყურებს ამას სხვანაირად, მე ვქნი ჩემს სუბიექტურ სამყაროს. ანუ ყველა სუბიექტურია ამაში. თუმცა არის მეთოდოლოგიური კონსტრუქტივიზმი, რომელიც იზახის, რომ მოდი, რაღაცაში მე და შენ შევთანხმდებით, მაგრამ ორჯერ ორი რომ 4-ია, ხო? ანუ ეს მეთოდია. ხო, აქ მე ვერ ვიქნები სუბიექტური, შენ ვერ იქნები სუბიექტური, იმიტომ რომ ამაში ვთანხმდებით. ხო, მანდაც ბევრი დაყოფები და მიმდინარეობები. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ სისტემური განლაგება მხოლოდ ამ სპექტრიდან შეიძლება განიხილებოდეს. მაგალითს ვიტყვი თვითონ რეპრეზენტატორის ფენომენი, რომელიც აი წარმომადგენელი, რომელიც შედის სისტემურ განლაგებაში რაღაც როლს თამაშობს, ვერ ვიცი რაღაც როლში. ანუ ბოდიში მე ვიყავი რეპრეზენტატორი, ხო? მე ჩემი განლაგება, ხო, ესე იგი წარმომადგენელი, ხო. რეპრეზენტატორი, წარმომადგენელი, რა ვიცი, 1000 სახელს ხო, ჯობია, ბოდიში გაწყვეტინოთ, მაგრამ აი ხა უფრო გასაგები რა იყოს მაყურებლისთვის. მოვყვეთ როგორ ტარდება ზოგადად ეს ოჯახური, რომ წარმოიდგინოს და მე გავაგრძელოთ საუბარი. ხო, აი მაგეთ მივიდიოდ, რომ ეს არის სცენური სიმულაცია, ასე ვიტყოდი, flight simulator-ი რო არის, ხო, რაღაცას რო სწავლობ და მე რეალურ თვითმფრინავზე რო გიწევს ფაქტიურად დატესტვა. ზუსტად ესეა სისტემურ განლაგებაში, რასაც ხედავ რეალურ ცხოვრებაში ამის გამოტანა უფრო ადვილი ხდება, გადმოტანა უფრო სწორად, ხო? იმიტომ რომ უფრო გასაგები გახდა თუ რაშია საქმე. და ანუ რაღაცნაირად ინგლისურად რო თქვა perception shift-ი ხდება. რაღაცას უყურებდი, ვერ ხედავდი და იქიდან გავაკეთე zoom out-ი. ანუ გამოვედი და ზემოდან დავხედე და დავინახე სხვა ელემენტები და სხვა ასპექტები, რასაც აქამდე ვერ ვხედავდი და ამ ასპექტების ერთმანეთთან ურთიერთკავშირის გამოჩნდა, რასაც გონებაში კოგნიტურად უბრალოდ აზროვნების საშუალებით ვერასოდეს ვერ მივახცევთ. და როგორი ფენომენია შევეცდები გასაგებად აღწერო, იმიტომ ყოველთვის
მინდა ხოლმე რომ გასაგები იყოს, მაგრამ მაინც რთული თემა არის. ანუ ასე რომ მივყვეთ, მაგალითად, როდესაც რაღაცა საკითხზე ვფიქრობ, აზროვნების დროს უბრალოდ როდესაც ვიზუალიზაცია რა, უბრალოდ როცა ვაზროვნებ, ხო რაღაც საკითხთან მიმართებაში ერთი ასპექტია, მეორე ასპექტი, შეიძლება მესამე, მეოთხე ასპექტი, ხო? ან შეიძლება ბევრი ასპექტი იყოს. უბრალოდ აზროვნების დროს ვერ ვხედავ ამ ასპექტების მანძილს ერთმანეთთან. ვერ ვხედავ ამ ასპექტების დამოკიდებულებას ერთმანეთთან, როგორც კი ჩემს წინ ვიზუალური სივრცე, ორგანზომილებიანი თუ სამგანზომილებიანია, უცებ ყველა ადამიანს თურმე აქვს ეს ინტუიციური რესურსი, რომელსაც არ ვიყენებთ და არც არ არის რომ განვავითაროთ და ყველამ ვიცით, სად არიან ეს ასპექტები მოთავსებული სივრცეში, როცა განვალაგებთ ამას. მაგალითად, ურთიერთობის თემა, ხო, აქ მაქვს მე შიში, თან მაქვს სურვილი, თან მაქვს წარსული გამოცდილება, თან მაქვს რაღაცა რესურსული დამოკიდებულება, მინდა რაღაცა ამ ურთიერთობისგან სიმშვიდე მოვიყო. მოდი ეს ასპექტები გამოვიყვანოთ და სად არის განლაგებული. ანუ ჩემი შინაგანი ფსიქოგეოგრაფიული სივრცე გადმომაქვს გარეთ. ადამიანების სახით, ხო, დახმარებით. ადამიანების სახით და შეიძლება ნიადაგის ღუზის სახითაც, რომელსაც რობერტ დილცი ხშირად აკეთებდა NLP-ს ერთ-ერთი ფუძემდებელი, ანუ რაღაც სიმბოლოებით, რომელიც ტარდება ინდივიდუალურ სესიას. ინდივიდუალურზე კი. კი. ანუ რაღაც სიმბოლოები დგება, სიმბოლოებს დებთ, ან ნებისმიერ ამ შეიძლება ქაღალდი იყოს, ან შეიძლება იყოს თექის ნაჭერი ან რაღაცა და ეს სიმბოლო წარმოადგენს აი ამ ასპექტს, ის სიმბოლო იმ ასპექტს, მესამე სიმბოლო რაღაც ასპექტს. და უკვე როგორც განლაგებულია, როგორ დინამიკაც ამას ერთმანეთთან აქვთ, უკვე ამ პირველ სტადიას მეპინგი ეწოდება. ანუ ფაქტიურად ოკეი, თურმე როგორ ყოფილა. აქ უკვე აღმოჩენა ხდება, რომ მე ამას ვერ ვხედავდი შიგნით. და ეხლა ჩემთვის უფრო ცხადი გახდა. რატომ? იმიტომ რომ როდესაც გეომეტრიაში გამომაქვს ეს ასპექტები, გეომეტრია იწვევს სივრცულ მეტყველებას, რომელიც ემოციებს ცვლის. ანუ გადაადგილების დროს ემოციები იცვლება. აი თუნდაც ლინგვისტიკაში რომ ახლო ვარ რაღაცასთან ან შორს ვარ რაღაცასთან ნიშნავს რომ გულგრილი დამოკიდებულება მაქვს თუ თბილი დამოკიდებულება ანუ სხვადასხვა ემოციას ნიშნავს. ზუსტად იგივე ხდება გეომეტრიაში გადავაადგილდები შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება. და ზოგჯერ როდესაც როლში გამოდიან ხოლმე დედასთან შორს დგანან როგორც ცხოვრებაში არის როგორც კი ცვლიან მანძილს უცებ იცვლება დამოკიდებულება. უცებ ხვდები რომ აქ ამ სიახლოვეში მე რაღაც ბავშვობაში ვყოფილ ვარ და იქ სხვა ემოცია მქონდა და თურმე ეს გზა ეხლა რო გავიარე, ესე იგი ის კიდევ არსებობს. ის დამოკიდებულება, ანუ მე ვარ შორს წასული და მე შეიძლება ეხლა ახლო რომ მოვედი შეიცვალა. ანუ გვაჩვენებს ეს დამოკიდებულება, სივრცული გადაადგილება, ემოციების ცვლილებას, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ქრონოლოგიურ დროს მოხდა ჩემს ცხოვრებაში, ხო? თვითონ ეხლა რეპრეზენტატორის ფენომენს რო დაუბრუნდე, თვითონ ადამიანები რო გამოდიან, ეს ისეთი დიდი თემაა, რომ რთული ასახსნელი არის ერთ-ერთმა ფიზიკოსმა თქვა, რომელიც დაინტერესებული იყო, პროფესორი იყო ფიზიკის სისტემური განლაგებებით. ერთადერთი რამ, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ კვანტური მექანიკა, როგორ ფუნქციონირებს კვანტური ნახტომები, ხო, რომელსაც ვერ ვხედავთ ლაბორატორიული ცდების გარდა, ეს არის სისტემური განლაგება. ანუ მაკროსამყაროში ეს არის სისტემური განლაგება, მიკროსამყაროში კვანტური მექანიკა, ხო? ანუ ეგეთი რაღაცა, როგორ ხდება ინფორმაციის გადაცემა, რასაც რუპერტ შელდრეიკი მორფოგენეტიკურ ველებს ეძახის, ეს ძალიან ძნელი ასახსნელი, ამაზე ექსპერიმენტებია ჩატარებული და დაახლოებით გებულობენ, რომ რაღაცა მეხსიერების ველი არსებობს, სადაც ინახება ეს ინფორმაცია ჩემს ოჯახის წევრებთან მიმართებაში და ისიც კი ხდება სისტემურ განლაგებაში, რომ კლიენტმა, რომელსაც თავისი თემა გამოაქვს, შეიძლება ინფორმაცია არ იცოდეს, რომელიც გაჟღერდება თუ საჭირო იქნება თუ როგორ ხდება გაჟღერდება სისტემურ განლაგებაზე. ხშირად გადაომოწმებიათ აი ბებია ბაბუის თემები, რომლებიც არც კი იცოდნენ და განლაგებამ გამოიტანა კითხვა დასვა, რომ აქ ეს ხდებოდა აშკარად. და აი იდენტური ზოგჯერ იდიოსინკრეტული სიტყვებით, ზოგჯერ ზუსტად იდენტური სცენური განლაგებით იგივე რაღაცა აუღწერიათ, ხშირად ვარ ამის მომსწრე. მოდით, აი ესე დავაკონკრეტოთ, ესე იგი ადამიანი, როდესაც ათამაშებს თავის რაღაც პირად დრამა დავარქვათ თუ სცენა დავარქვათ? ხო, თავის პირადი სიუჟეტს, ათამაშებს თავის პირად სიუჟეტს, ირჩევს რამდენ ადამიანს? რამდენი ადამიანი ის? რამდენსაც მოითხოვს თემა. თემა რამ თავად წყვეტს ამას. ხო, არა, თავად არ წყვეტს, გასაუბრების დროს მაგალითად ახლა მე როცა ვესაუბრები
არ უნდა მქონდეს გარკვეული დისტანცია კლიენტთან, არ ძალიან ახლო უნდა ვიყო, ან ძალიან შორს. იმიტომ თუ ძალიან შორს ვარ, მაშინ მე გონებაში იდეა მექნება და იმას განვახორციელებ, თუ ძალიან ახლო ვარ, მაშინ კლიენტი დამაბნევს. იმიტომ თვითონაც არ იცის. ამიტომ ის წამიყვანს სადღაც მატარებს აქეთ-იქით. ანუ არ ძალიან შორსა უნდა ვიყო, რაღაცა რეზონანსში უნდა ვიყო, რომ რას ამბობს, იმას კი არ მოусმინო, რისი თქმა უნდა. და აი მას თუ ხვდები ამ რეზონანსში, თუ რისი თქმა უნდა, რასაც თვითონ ვერ ახერხებს, აი იმაში დავეხმარო, იმაში მხარდაჭერა ხდება მაგ დროს, ხო? და აქედან გამომდინარე მე უკვე შეიძლება გამოიკვეთოს საკითხი და უთანხმებთ კლიენტს, რა თქმა უნდა, რომ საკითხი მოდი ახლა ესე განვიხილოთ, ეს ასპექტებია რელევანტური. ამ ანუ შემთხვევაში თქვენი დახმარებით ხდება თქვათ ამ ადამიანების არჩევაც, ხო? აი მე საით არ მივდივარ არჩევა იცით? თვითონ კლიენტ შეუძლია. ხო, მინდა რომ კლიენტ მაყურებელს აი დავანახოთ, თქვათ სცენა. სცენა, რომ რასაც საუბრობთ, უფრო კარგად იყოს აღსაქმელი. აი თქვათ, ესე იგი მე ვათამაშებ ჩემს სიუჟეტს, ვირჩევ სიტყვაზე 4 ადამიანს პირობითად, მე როგორც გამოცდილი მაქვს, ესე იგი თავად ვაყენებ, ხო? კი, შეიძლება რაღაც თავად სივრცეში. დააყენო, მათ ბევრნაირი ტექნიკა ხო. არსებობს. ანუ შეიძლება თავად დააყენო სივრცეში, შეიძლება შეიძლება თავად უთხრა თვითონ დადგეს? მონახე ადგილი. დასაგებია. შეიძლება რაღაცა მომენტში მე ინტერვენცია გავაკეთო, რომ თქვა, რომ მოდი შენ გადაადგილდი იქით. იმიტომ რომ აშკარად ჩანს ხოლმე ზოგჯერ ვერ ვხედავთ რაღაცას და ზოგჯერ კლიენტი იძახის, რომ მე ძალიან კარგად ვარ პარტნიორთან და ის სულ მეჩხუბება. და მე კიდე კარგ ხასიათზე ვარ და რომ გამოდის სცენაზე პარტნიორი და თვითონ ასეთ განანახლოს, ანუ სივრცეს არ აძლევს საერთოდ პარტნიორს რომ ისუმთქოს ხო. და ეს მთლიანად ამის ენერგიაზეა რომ იტყვიან ხო. და ეს იმისთვის პირველად გახდა ცხადი. აი თურმე რატო ხდება ეს? ანუ ეს ვიზუალიზაცია ძალიან გვეხმარება მაგაში, იმიტომ ზოგადად ვერ ვაცნობიერებთ რაღაცას და როგორც კი ვხედავთ ამას, მე გასაგები ხდება. ხო, თვითონ კლიენტს გამოყავს, მაგრამ გამოყავს არა როლის შემსრულებელი ადამიანები მარტო, არამედ შეიძლება იყოს რაღაცა შიში, რაღაც ემოცია, რაღაცა აბსტრაქტს, ანუ არქეტიპი შეიძლება იყოს, ნებისმიერ რამ, რაც ამასთან რელევანტური არის, ხო, რაღაცა. და გაიგებს პასუხს, თქვათ იმაზე, რაც შეიძლება იყოს დაბნეული, ან ვერ სცემდეს, თქვათ რაღაც თავის პრობლემას პასუხს, ხო? ისეთ შრეებზე ჩავდივართ ხოლმე, რომლებიც აი რო წარმოვიდგინე, ხო არის მდინარე, რომელსაც ხედავ და არის მიწისქვეშა მდინარეები, რომლებიც არ ჩანს. მაგრამ ეს ამნიშნულოვანია მათი არსებობა, ხო? მიწისქვეშა წყლები. აი ზუსტად ასეთ ქვეცნობიერ, არაცნობიერ დინამიკაში ჩადიხარ და იქ მოგზაურობ. მოკლედ ეს არაცნობიერი ამოშლილი, გადმოშლილია, გადმოტანილია ცნობიერში და ხედავ და ზოგჯერ იმდენად ირაციონალურია მოძრაობა, მაგრამ რომ მიყვები ამ ტალღას გვებულობ რომ ზუსტად ეგ არის. ანუ რა არის განსხვავება აზროვნებას და ამ ინტუიციას შორის, რო თქვა, ეხლა რომ უფრო გასაგები გახდეს. ინტუიცია შეიძლება ირაციონალურიც იყოს, ხო და მაგრამ აქვს სიცხადე. აზროვნებას აქვს უმეტეს შემთხვევაში ინტერპრეტაცია. ხო, აი აზროვნება არის როგორც აი რო თქვა ფეხები, რომლებმაც სიარული იცის ოთახში, მაგრამ თვალები არ გააჩნია. ინტუიცია არის თვალები, რომელსაც სიარული არ შეუძლია. ანუ გონება ჭირდება, ხო? მაგრამ ხედავს. ანუ ეს ორივე თუ გაქვს ძალიან კარგად მოძრაობ. და ზუსტად ეგ ხდება სისტემა განლაგება მაგას გაძლევს, რომ აღქმა ხდება რაღაცის სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ცხადია და ჯგუფური დინამიკა ძალიან გეხმარება, იმიტომ რომ ჯგუფისთვის რო ცხადი ხდება, შენთვისაც გასაგები ხდება ყველაფრის და თითქოს აი ამოისუნთქა ველმა რო იტყვიან, ველს ეძახიან ამ სცენას. შეიძლება დაარქო კონფიგურაცია, ათას სახელი შეიძლება მოუწოდოს. მე მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად რაც ველში შედიხარ, იმიტომ რომ პირადი გამოცდილებით იყო, რომ ერთი ადამიანის ოჯახურ, ესე იგი, სიუჟეტს ვათამაშებდით და ვიყავი ძალიან, ესე იგი, დაღლილი ქალი, გრძნობდი ამას, დგომაც მქონდა თურმე ამ ვინც ათამაშებდა დედისნაირი ზუსტად, მაგრამ მე თვითონ ვერ ხვდებოდი, რატო უნდოდა ჩემს ხელს ეს მოძრაობა რო გაეკეთებინა და რატომ ვიყავი ისეთი დაღლილი და აი ხმაც შემეცვალა თითქოს და საუბარიც მქონდა დაღლილი ქალის და იყო ჩემთვის მართლა საოცრება და არ ვიცი ხა ამას რაც მისტიკა დავარქვათ კვანტური ფიზიკა ველი თუ რა, მაგრამ საკუთარ თავზე ნამდვილად გამოცდილი მაქვს, რომ ესა ნამდვილად რაღაც ირაციონალური ხდებოდა იმ მომენტში ჩემთვის. რაც არ გახასიათებს, კი ბატონო. ანუ წესით მე როგორც მოძრაობ, რასაც განმიცდი, ვიცი, ხო? ყველა სიტუაციის ჩემი თავი გამომიცდია და მეხსიერებაც მაქვს ამის. როგორც კი შედიხარ ვიღაცის როლის წარმომადგენლობაში, იქ ხდება უცნაური რაღაცა. ძალიან. ეს რეპრეზენტატორობა არის ძალიან უცნაური ფენომენი. იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაცა უცნაური შეგრძნება წამოგივიდეს, ხშირად ყოფილა რომ კოჭლობა დაუწყიათ
და მერე უთქვია კლიენტს, ხო, ბაბუა ჩემი კოჭლი იყო. ან თვალები არ გაუხელია და მერე უთქვია კლიენტს, რომ ეს ადამიანი დაიკარგა და მერე ვიპოვეთ ან რაღაცა. აი ესეთი უცნაური რაღაცები ყოველთვის ხდება, თავის ტკივილი მქონდა ერთ-ერთ სიუჟეტზე და შაკიკი ქონდა ბებია ჩემსო მითხრეს და მართლა რაღაც საოცრება ხდებოდა და ანუ მან ხდება ლაითი ტრანსი. ხო? ანუ ტრანსი არის ის, რომ მე ვთქვათ, სხეული ჩემი სრულიად მოდუნებულია, თვალების დახუჭული მაქვს და მარტო მესმის, ხო? და აქ დგახარ, იყურები, ხედავ, მაგრამ ლაითი ტრანსია. და ჩვენ გვაქვს სარკისებრი ნეირონები, რითიც ამ ემპათიის განცდის უნარი გვაქვს, გარკვეული ანტენები, გარკვეული ფრეკვენციაზე, გარკვეული ანტენები სიხშირეზე ხდება, ასე ვთქვათ, რეცეპტორი ამ ინფორმაციის. ალბათ ეგეთი რაღაცა ხდება. ანუ იმდენად იმანენტური ეს გადაცემა, რომ სასწაული, ანუ ფაქტიურად განლაგება არის ესეთი რაღაც, რომელიც ტრანსქრონოლოგიურია, იმიტომ სხვადასხვა დროში ხდებოდა რაღაც. ტრანსდიმენსიონალურია, იმიტომ რომ სხვადასხვა სივრცეები იყო. ტრანსვერბალურია, იმიტომ სიტყვით ვერ გადმოცევ. ხო და ტრანსკულტურულია, იმიტომ შეიძლება ჩინეთში გააკეთო, გერმანიაში არა აქვს მნიშვნელობა. ანუ ჩვენში ყველა ადამიანში არის რაღაცა ერთი სამეთყველო ენა, რაც ინტუიცია. ანუ ვიღაცის როლში რო შედიხარ, იმას შიგნიდან განიცდი, იმის ტყავში შედიხარ. კოლექტიური არაცნობიერი. კოსმიური არაცნობიერამდეც მივდივარ, იქა დაოიზმი, იმიტომ ვახსენე, რომ კოლექტიური და ინდივიდუალურის მიღმა კიდე რაღაცა არის. ამიტომ არის შესაძლებელი მსხვერპლი და მოძალადეს მიღმა სივრცის დანახვაც. ფაქტიურად, რაც ლიტერატურაში არის, თუნდაც ვაჟა-ფშაველა, თუნდაც რა ვიცი, ნებისმიერი რამე, აი, რაც გადმოცემულია ეს შიდა დინამიკა, მტრობა არ არსებობს, ხო, ასეთი რაღაცეები ხო არის, ან იესოს რო აქ რომ ღმერთის სიყვარულია და გიყვარდებს მტერი შენი. ამისი რეალური ცხადად განცდა ამ განლაგების სცენებში თვალსაჩინო ხდება ხოლმე. აი თურმე რას ნიშნავს ეს? ესეთი რაღაცეები სხვაგან არსად არ ხდება, უნდა წაიკითხო წიგნი, რომ წარმოიდგინო, ხო? ან რეალურ ცხოვრებაში უნდა გადაგხდეს, მაგრამ სად შეიძლება ეს რომ ნახო? თეატრში შეიძლება ნახო, მაგრამ დადგმულია სცენა. და ფსიქოდრამაც გაავს ამითი თეატრს, ხო? ინსცენირებას ვაკეთებ სცენის, რომ მოდი ახლა დეტალებს ცოტა სხვანაირად შევხედოთ. მოდი ჯერ ინსცენირება გავაკეთოთ, რაც გააცილებით ჯობია მარტო ფსიქოანალიზს, იმიტომ რომ უკვე ვიზუალიზაცია შემოდის, მაგრამ განლაგება არ არის ფსიქოდრამა. ანუ განლაგება არის რო ვთქვა როლის თამაში და როლის ავატარობა სხვადასხვა რაღაცაა, ხო? ანუ როლის თამაში არის, რომ მე ვთამაშობ ვიღაცის ბებიას ან დედას სცენის მიხედვით, როგორც მითხრა კლიენტმა. დაგეგმილი, მაგრამ როგორც ახლა კლიენტმა მითხრა, მე კი არ ვთამაშობ განლაგების დროს. ამ დროს მე კი არ მივდივარ შვილისკენ და კი არ ვეხუტები შვილს, როგორც ეს სცენაში ხდებოდა, უბრალოდ დგავარ, ჯერ შვილი იქ დგას და მე უბრალოდ რეპორტს ვაკეთებ რა ხდება ჩემში. ეს უკვე გაცხადება ამისი ველისთვის მნიშვნელოვანია. მე ისიც აცხადებს რა ხდება. უკვე დინამიკას ცვლის. ჩვენ რო ვიმოძრაოთ ამ დინამიკას ვერ დავინახავთ. რა გვამოძრაებს ხდები და რა გვამოძრაებს უკვე მნიშვნელოვანია. ანუ სულ სხვა დიმენზიაში შავი ხვრელივით რაღაცაში გაძვრები თითქოს და ძალიან ეკონომიურია მაგის გამო რა. ანუ ყველაზე უფრო ეკონომიური და პრაქტიკული მეთოდი მე რაც ეკონომიურში რას გულისხმობთ? დროის ეკონომია ხო, და მაგას გულისხმობ. ხანგრძლივობა ვთქვათ, ხო, რასაც 7 წელიწადში ისედაც გაიგებდი ცხოვრებაში. სიტყვაზე ამუშავებ, აქ შეიძლება ერთ განლაგებაში და ჩემთან ინდივიდუალურ სესიაზე ვინც მოდის, ყველა მიცის ეს აბსოლუტურად მინიმუმ ვეონები 3 თვე ჩემთან ვერ მოხვალ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. იმდენად ინტენსიური, 3 თვე გჭირდება ამას რეფლექციაში, რომ მოინელო უბრალოდ რაც დაინახე. მაგალითად, ხო არიან ადამიანები, ვისაც არ შეუძლიათ ესე სწრაფად მოინელონ თავისი, ვთქვათ, ტრაუმები, პრობლემები და პირიქით ჭირდებათ დროში გაწელილი. მე პირადად იმ ადამიანის კატეგორიას მივეკუთვნებ, ვისაც სწრაფად უნდა. და ერთი და იგივეს ტკეპნა, ვთქვათ, დიდხანს მე არ შემიძლია. მაგრამ არიან ადამიანები, ვისაც ჭირდებათ დრო. მაგათვის ანუ არ გამოდის, ხო? ესე კი. ანუ ყველას თავის დრო აქვს და ტემპი. ანუ მე თუ დავინახე კუნძული, იქით ყოფილა, ხო? მე თვითონ წვიტავ, რამდენ ენერგიას დავხარჯავ, რა ტემპით წავალ იქამდე, ხო? ზოგ ჩქარა უნდა მისვლა, ზოგ ნელა. თუ დაინახავთ რომ ნელა უნდა, თუ დავინახე, სადაც არ უნდა, რა მანძილზეც არ უნდა იყოს, ჩემი გადასაწყვეტია ტემპიც, ენერგიაც, დროც, დავისვენებ შუაში თუ იქით წავალთ, რომ ანუ ნებისმიერი უბრალოდ რასაც განლაგება იძლევა გარკვეულ გზნობელობას გვიმატებს. უფრო აი ამ
ჯავშნის თემა რაც არის ეს კუნთოვანი ჯავშანი რაც არის ჩვენში რომ ტრამვაზე რაც დაშენებული გვაქვს ეს პერსონალიტი ეს ჩვენი ეგო რაც არის კუნთოვან ჯავშანში ყველაფერი ჩაბეტონებულია ხო ჩვენი ემოციები არაა დენადი ამ ფლოუში არ ვართ და აქ რა თქმა უნდა სხვა თერაპიული მეთოდები სპეციფიურად ამაზე მუშაობენ ხო ტრამვა თერაპია ტრამვაზე მუშაობს კუნთოვან ჯავშანზე არის სხეულზე ორიენტირებული თერაპიები კოგნიტური თერაპია მუშაობენ გონებაზე და განლაგება აჩვენებს მთელ ამ სპექტრს აი თურმე სად გაქვს ამუშა უფრო ცხადად ჩანს მე. იმაზე მე სპეციფიურად შეგიძლია იმუშაო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს თითქოს აი რენტგენივით არის რა, განახებს თავიდან ბოლომდე რო იტყვენ აი რა ხდება შენში. ადამიანებს მაინც უფრო ეს ოჯახური განლაგების კუთხით აინტერესებთ და ალბათ ამიტომაც გახდა ძალიან პოპულარული, რომ ჰელინგერის განლაგება, თქვათ არის ოჯახური განლაგება. თქვენ ახსენეთ, რომ ფართო სპექტრია. მაგრამ აი მაყურებლისთვის მგონია რომ ყველაზე საინტერესო მაინც ეს ოჯახური განლაგების ნაწილი არის. რატომ კომპანიები იმდენია საქართველოში და მაგათვისაც ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ოჯახური ნიშნავს მე მაქვს ტრამვა პრობლემა მინდა გავერკვიო ჩემ თავში. ხო? ამიტომაც მაინტერესებს ოჯახურის და ურთიერთობებში აი აქ ოჯახში ძირითადად მაინც ჩემ შესახებაა. ორგანიზაციული ნიშნავს იმას რომ მე უკვე დიდი ვარ და დაგინახე შენ მე და შენ ეხლა ერთად რა გავაკეთოთ და როგორ გავაკეთოთ უკვე აქ ვართ ანუ სულ სხვა დინამიკა არის ხო ეს რა თქმა უნდა აქაც როლს თამაშობს ის წარსული მე და როგორ მაგ დამუშავებული და იმას როგორ აქ დამუშავებული მაგრამ რამდენადაც ეს როლს თამაშობს იმდენად შეგვიძლია ამასაც შევეხოთ მაგრამ ძირითადად ორგანიზაცია არის უკვე ურთიერთდამოკიდებულ ურთიერთქმედ რაღაცის ერთობლივად გაკეთება. ამიტომ ეს არანაკლებ საინტერესო სფეროა და არანაკლებ პატარა არის იმაზე. ანუ ეს თავისი დიმენზია აქვს ამასაც და საოჯახო თემასაც და უბრალოდ სხვადასხვა ველია რო იტყვიან ხო საოჯახო თემას ու სხვა რაღაცაა, საორგანიზაციო სხვა რაღაცაა, მაგრამ ადამიანი ხო ოჯახიდან მოდის, მაგრამ მე საქმეში მკავდება და ესეც ჩემი ცხოვრების ნაწილია. ანუ მთელ ცხოვრების ნაწილებში რაც რელევანტურია ყველაფერზე შეიძლება განმეორდეს. მაგრამ ესე ჰელინგერის მიხედვით არის ხო რომ 50% დედა ვარ და 50% მამა ვარ. ეგ არა მარტო ჰელინგერის მიხედვით, ეგ ზოგადად ეგ ფაქტია. ფაქტია. ბიოლოგიურადაც და ყველა დონეზე, მაგრამ ნუ ჰელინგერი უფრო თითქოს დასავლელი ფსიქოლოგი იყო, თან კათოლიკე მღვდელი იყო თავის დროზე და მე თერაპიებით ყველა თერაპია გავლილი ქონდა რომ ეს მეთოდი შეეკრა, იმიტომ რომ ეს ჩამოიტანა ზულუსტომიდან, აფრიკიდან, სადაც როგორც ქრისტიანი მისიონერი მოღვაწეობდა 16 წლის მანძილზე და მათ კულტურას დააკვირდა, თქვა რომ ნუ ესენი თუ არიან პრიმიტიულები და ჩვენ განვითარებული, საკითხავია, იმიტომ რომ ეს სისტემური განლაგების მეთოდი მათ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, არის პრიმიტიული საზოგადოებებში, იქაც დონეებია, კანიბალიზმიც არის და ისეთი განვითარება, ანუ მათ ისეთი მაღალი მორალი ჰქონდათ, რომელიც ჩვენ არც საზოგადოებაში არ შეგვიქმნია. ხშირად მგონი პოდკასტებშიც ნათქვამი მაქვს, ეგ აღარ მახსოვს ახლა სადა როდის როგორ, მაგრამ აი პატიების თემა ხო არის ჩვენთან, რომ აპატიე მტერს და რაღაც ზულუსტომში მაგალითად თუ მკვლელობა მოხდებოდა, მკვლელს პირდაპირ ოჯახი, სადაც მოკლული არის, იყვანდა მაგალითად შვილად ის თუ ახალგაზრდა იყო და იმას ზრდიდნენ მე. მართლა. ანუ ცდება ყველა იმ შეხედულებას, რაც პირადული არის. მათ შეხედულებას, რომ მთლიან ველში რაღაცაა დარღვეული და ეს აქვე ამთავრებს ამ ყველაფერს, ხო? რო აღარ გაგრძელდეს. რო აღარ გაგრძელდეს და მაგას ვერც გააკეთებ. თუ ესეთი შინაგანი მოწყობა არ აქვს, თუ ანუ უნივერსალური სინდისის განცდა აქვს, ხდები? და მაგას ვიძახი, რომ ესეთი წარმოუდგენელია ესეთი რაღაცა, ხო და ამიტომ მან გადაწყვიტა, რომ ეს მეთოდოლოგია რაღაც ჩვენ ენაზე გადმოეთარგმნოთ, ჩვენ იურისდიქციაში ვერ შემოვიტანთ ამას. და ესე ვერ მოვექცევით დამნაშავეს, ხო ჩვენთან ციხე არსებობს და ჩვენი საზოგადოება მოწყობილია საზოგადოების შურისძიებაზე. და აქ თუ აქ ვამთავრებთ, ეს არაა სამართალი, ხო? და ის მოწყობილია იმაზე თუ რაც იმას ჭირდება და ამას ჭირდება და მთლიანობას ჭირდება და სხვა მიდგომაა. სხვა მიდგომა, იმიტომ რომ სულიერი მიდგომა, უფრო სპირიტუალური. სულიერად ცხოვრობენ, რეალურად, ხო? და აქედან გამომდინარე ანუ ბერტ ჰელინგერს ჰქონდა ესეთი დამოკიდებულება, რომელიც იყო ძალიან აი სპირიტუალური, სულიერი და აი ნუ ფესვი რაც არის ყვავილი როგორ შეიძლება ფესვისგან დამოუკიდებლად სადღაც წავიდეს, ანუ დედისგან წასვლა ეს ზღაპარია, იმიტომ რომ როგორც დედასთან ურთიერთობა გაქვს, როგორც მასთან დამოკიდებულება, როგორიც არის,
ზუსტად ერთ-ერთი უყურებ ცხოვრებასთან. ანუ თუ შენ გაწყვეტილი გაქვს, მაშინ ცხოვრებასთან წარმატების შეგრძნება არ გექნება. ანუ დედასთან თუ გაწყვეტილი გაქვს ურთიერთობა, ხო, შინაგანად თუ ჩაწყვეტილია სიყვარული. დამოკიდებულება, ხო? თუ ხალი ხარ, ხალურობასთანაა გაწყვეტილი. მაგრამ დასავლერმა ფსიქოლოგებმა ცოტათი გააპროტესტეს ეს, ანუ სისტემური განლაგების სპეციალისტებზეა საუბარი, თქვეს რომ შუალედური რგოლია, და დასავლეთმა ჭიპლარის მოჭრა ძალიან კარგად იცის და ინდივიდუალიზმი ძალიან კარგად იცის, მაგაზე უფრო მეტი emphasize, ანუ გააკეთეს უფრო მეტი აქცენტი, რომ ჯერ ფსიქოემოციური ჭეპლარი უნდა გადაიჭრა, იდენტიტეტობა უნდა კონდეს. ანუ სეპარაცია უნდა გააკეთო დედისგან, ამას გულისხმობენ. მე ვიტყოდი, რომ სეპარაცია კი ხდება, მაგრამ უფრო ვიტყოდი, რომ დემარკაცია გააკეთო, თუ საერთოდ სიტყვა სეპარაცია. რომ ძალიან ხიბლავს ეგოს. ეხლა სეპარაციას გავაკეთებ, ან ტრამვას ჩავხსნი. ესენი არ არსებობს, ეგეთი დამოკიდებულება. სეპარაცია არ არსებობს არც დედასთან და არც ზოგადად არც მამასთან? არც მამასთან. ანუ სეპარაცია როგორც ასეთი ოჯახის წევრებთან არ ხდება. რა სიტყვა ახსენეთ? უფრო სწორი იქნება დემარკაცია. ანუ დემარკაცია ნიშნავს აქედან აქამდე ვარ მე. ანუ აი საზღვრების მონიშნა. საზღვრების მონიშნა. აქედან აქამდე ვარ მე და ამის იქით ხარ შენ. ანუ შენც არსებობ. უფლება გაქვს და მეც სიტყვა უფრო მომეწონა მეც ხრო და იმიტომ რომ ჯანსაღია ხო დემარკაცია. და პრობლემა იმაშია რომ მე საზღვარი ან საერთოდ არ მაქვს, ან ძალიან ხისტი მაქვს და სეპარაციამ ხის საზღვრებს განმარტავს. და არის უსაზღვრობა, რომელიც სრულიად ვერ ვითარდება, იმიტომ რომ ავტონომიური სივრცე არ მაქვს. ანუ ჯერ მე მჭირდება თვითიდენტობა, ხო? ანუ თვითიდენტობა არის რომ მე ვარ ვიგზნო, მე რა მინდა ვიგზნო და ეს ხო რაღაც სივრცეში უნდა ვიგზნო. რაღაცა ჩემებური გადაწყვეტილებები თვით მიმღებლობა უნდა მქონდეს. თუ ეს არ მაქვს და სულ სხვაზე ვარ გადართული, იმიტომ რომ ბავშვი თავიდან დედაზეა გადართული, ხო და ეს თუ არ განვითარდა დამოუკიდებლობისკენ, რომ ეხა გააპროტესტოს რაღაცა თავის თავი იგზნოს, განვითარდეს, უნდა გააპროტესტოს. მაშინ აქ რა სიყვარულზე ლაპარაკი, ეს არის უბრალოდ არაცნობიერი უპირობო ლოიალობა. და ზუსტად ეგ არის, რომ არაცნობიერი უპირობო ლოიალობიდან უნდა გამოხვიდე სეპარაციაში დამოუკიდებლობაში, მაგრამ რისთვის? იმისთვის, რომ მე როგორც ანუ ჩამოყალიბებმა შექმნილმა მე დაკავშირება ისწავლო. სიყვარული ისწავლო, ხო? მე ხდება ეს. სხვათა შორის ეხა რაღაც ვორქშოპზე ვმუშაობ საშა კაცმანთან და მუშაობთ რაც პარტნიორებთან, ნუ დედა მამა, პარტნიორების თემა არის და მანამდე ნამუშევარი მაქვს მამაზე და ესე იგი ჩემი მეუღლის სიყვარული ვისწავლე თავიდან. იქიდან გამომდინარე რომ მივხვდი რომ რაღაც მიჯაჭვულობა მქონდა ბავშვური, რაც მამასთან მქონდა და მაქედან გამომდინარე იყო ჩემი თქვათ რაღაც სიყვარულის გამოხატულება და მე ალბათ რომ გამოვედი აქედან ცოტა ხანი ვიყავი დაბნეული, იმიტომ რომ ანუ რეალურად ახალი სიყვარულის შეგრძნება დავიწყე და ის ძველი აღარ იყო და სანამ გავერკვია ამ გზაზე რა ხდებოდა, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ აი საერთოდ სხვანაირი და ბევრად ძლიერი სიყვარულია, როდესაც ჩემ შემთხვევაში, როდესაც თქვათ ეს რაღაც ბავშვური მიჯაჭვულობები დავტოვე და მოზრდილი მოზარდის, ასე ვთქვათ, სიყვარულით დავიწყე ამ ურთიერთობაში სვლა. ხო, კიდევ ვიტყოდი, მან ცოტათი საშიშია, იმიტომ რომ შინაგანი ბავშვი შეიძლება დაჩაგრო. ანუ უფრო რომ ჩავშალო თემა. აბა ჩავშალო, ძალიან საინტერესოა. სპოილერივით რაღაცას ვეთქვი მაყურებელს, საინტერესოს, ხო? ანუ მე ანუ ეს მამის პროექცია თუ მამასაც ვთხოვდი, ან მამიკოს გოგოობა, ხო, მამიკოს პრინცესობა, როგორც დედიკოს ბიჭობა, ასე ვთქვათ, ბიჭის მხრიდან, ხო? ეს რა თქმა უნდა არის ასეთი დამოკიდებულება, რომ რაღაცები კი წამოვიღე მშობლებისგან, დედისგანაც, მამისგანაც, საბაზისო მოთხოვნებში, ხო? რაც არის ავტონომიური სივრცე, იგივე აღიარება, იგივე რა ვიცი, თამაში და გართობა, უსაფრთხობა, ეგეთი რაღაცები და რაღაცეებში დეფიციტები იყო. და დეფიციტებს თხოვთ პარტნიორს მე, ხო? ეს ავტომატურად ხდება, არასდროს ვაცნობიერებთ. და რაც არის გასაკეთებელი ის არის, რომ არც მშობელზე უნდა თითი გავიშვიროთ, რომ აი ეს დააკელით, ჩემ შინაგან ბავშვს. მას ბევრს ჩვევია მშობლებზე, იცის რომ პარტნიორისგანაც არ მიდიან, ხო? ან პარტნიორს თხოვ იმას, რაც შეუძლებელია, იმიტომ ის პარტნიორი. ანუ აქ თუ დგავარ მე ამ სივრცეებში, მაფი არ მოხდება, ვერ განვითარდები. რაც ჩემი გასაკეთებელი, როგორიც არის ეს ჩემი შინაგანი ბავშვი, მისახედი, მე უნდა გავხდე საკუთარი თავის მშობელი. ეს უნდა ვისწავლო იმასთან ერთად, იმიტომ მე ეს არ ვიცი. იმიტომ რომ ის მიტოვებულია, ეს რას ნიშნავს? რაღაც სადღაც ალეგორიულად კი არ ვსაუბრობთ. ჩემში დღეს ცხოვრობს წარსული სურათით.
ხო? გონია რომ ის წარსული ახლა ხდება. ამიტომაც არის პროექცია მე პარტნიორში, ხო? ეს მე ეხლა მგონია ხდება. ტრამვა თუ რაღაცა. ამიტომ ნელ-ნელა უნდა გამოვიდე ამ ტრანსიდან ასე ვთქვათ და დავიწყო ჩემი შინაგანი ბავშვის ინტეგრაცია. იმიტომ რომ მას ის პოტენციები რაც არ ქონდა მიღებული, ჩემთან შეიძლება გამოცადოს და კონდეს. ნელ-ნელა მე მივცემ ის უსაფრთხოების შეგრძნება თუ აღიარების თუ გართობის თუ თამა რაც გააკეთებდი შენი თავის საუკეთესო მშობელი რო ყოფილიყავ. ზუსტად ეგეთი რაღაცებს იწყებდნენ. და ძალიან ბევრი სიხალი ისე რაღაცები შემოდის მე ცხოვრებაში და გაგიკვირდება რომ მარტივია რა ბანალური ჩანს, მაგრამ როგორც წყალი როცა წყურია, ყველაზე ბანალური, ყველაზე ძლიერია, ხო? და ეხლა ეს სურათი რო წარმოედგინო, შენ როდესაც დგახარ შენ პარტნიორთან როგორც დასრული, ხო? ეს ძალიან სერიოზული, ძალიან მკაცრია. შინაგან ბავშვი უპასუხისგებლოა, ხო? იმას უნდა რომ პასუხისგებლობა იმას. ახლა წარმოიდგინე ვიზუალურად, შენ გეხარ აქ და შენს გვერდზე არის შენი შინაგანი ბავშვი. და პარტნიორიც წარმოიდგინე მის შინაგან ბავშვთან ერთად. ეხლა ნახე რამდენი დინამიკა აქვს. შეხედე პარტნიორს როგორც დასრულს, როგორ უყურებ. ხო? ეხლა რაც უნდა ვილაპარაკოთ, ხო, სიტყვებით არ გვიყო, როგორც კი იმას ხედავ, ან თუნდაც განლაგებაზე დააყენო პარტნიორი, ან ინდივიდუალურ სესიაზე რაღაც ნიადაგის ზღვის. აჰა, უფროს როგორ უყურებს, ოკეი, გასაგებია მის აღქმა. მერე გადადი შენს შინაგან ბავშვზე, ის როგორ უყურებს დიდს. აქ შეიძლება შეშინებული იყო, ან შეიძლება პირიქით ჩამოკონციალებული იყო, ხო? მერე გადადი პარტნიორს იქიდან როგორ ჩანს შენი თავი. ამას ესეც ახალი აღმოჩენა იქნება თვითონ თურმე ის შეიძლება ხედავდეს, ო იმეზე სულ მაკონტროლებს ან რაღაცას. მერე იმის შინაგანი ბავშვიდან როგორ ჩანს შენი დიდი მე. მერე შინაგან ბავშვები ერთმანეთთან როგორ არიან. ეს საინტერესო. და მე როგორ ვარ ჩემ შინაგან ბავშვთან. და მე ის როგორ არის თავის შინაგან ბავშვთან. აქ იმდენ აღმოჩენას გააკეთებ, რომ იმდენ ჩახერგილობებია თურმე რომ გააკეთებ, აჰა, და სწორედ ამოკიდებულა რა არის, ანუ სპოილერი მაგას. ხო, როგორ არის სწორედ? გაიცანი ეს ჩემი შინაგანი ბავშვია. მაგრამ ამას არც მალავ შენგან. აი ზუსტად ეგ თუ გიგრო არ მოხდეს, ეხლა მე უფროსი ვარ დიდი და არც შენ ქტენი. მესმის. რო შენ არისო. უბრალოდ მე ვარ ამაზე სრულად პასუხისმგებელი. საუბრის შედეგად შეიძლება რომ ეს ურთიერთობა დაალაგოს წყვილმა რო სიტყვაზე. მე ვთქვათ ტრიგერდები შენთან რაღაც კონკრეტულ თვისებაზე. იმიტომ რომ ჩემი შინაგანი ბავშვი ვთქვათ ტრიგერდება, იმიტომ რომ მამის ნაწილი ახსენდება. აი ეს საუბარი აუცილებელია თუ არა? კი ხო? საუბარი აუცილებელი. მაგრამ საკმარისი არ ახშილ შემთხვევაში მარტო საუბარი. იმიტომ რომ მოთხოვნილებების ანუ საუბარი შეიძლება საუბარიც არის და საუბარიც ხო საუბარი შეიძლება იყოს უბრალოდ მშრალი ხო გულწრფელობა და სიმამაცე არის ორი ინგრედიენტი რომელიც ძალიან გესაჭიროება სიმამაცე? სიმამაცე და გულწრფელობა და შეიძლება გულწრფელი იყო მაგრამ სიმამაცე არ იყოს ან შეიძლება მამაცი იყო მაგრამ გულწრფელობა არ იყოს ხო ანუ მამაცი ერთმანეთის გარეშე დისბალანსში შემოდიან ესენი რა გულწრფელობა და სიმამაცე გესაჭიროება და მე უკვე საუბარს ერთ-ერთი მეთოდია რა თქმა უნდა და ალბათ რა ვიცი ბევრი სხვადასხვა მეთოდები ერთ-ერთია ჯორდან პიტერსონი რომელიც ამბობს 90 წუთი კვირაში ერთხელ უნდა ისაუბროთ ერთმანეთის თემებზე რომ რატო ხდება მე ღალატი ან რაღაცა უცებ გაწყვეტა ან ვიღაც შეიძლება ისე წავიდა შენ ურთიერთობა ვერს გაიგო რატო წავიდა იმიტომ რომ ეს საუბარი არის ემოციური კავშირი აღარ არის თითქოს ხო ანუ სხვაგან არის ის ადამიანი უკვე წავიდა ხო ესევე ვართ მშობლებთან ან შეიძლება ესე ვიყავი და ახაც იგივეს ვაკეთებ ხო ამიტომ ყოველთვის უნდა იყოს ასე თქვათ რაღაც exchange რა გაცვლა ერთმანეთში და ალბათ კაია რომ ერთი განვითარების საფეხურზე იყოთ ეს იდეალური იქნებოდა ხო სხვანაირად არც ხდება იმიტომ რომ თუ მე გადავწყვიტე რომ სხვა საფეხურზე ვიყო მაშინ ამ ურთიერთობიდან გავდივარ ან პარტნიორის მომყვება ხო ან სხვა ურთიერთობაში შევდივარ ეგრე ხდება ხო და თუ ურთიერთობის ანუ ტოქსიკურობასაც ასე ზახიან ხო მე არ მიყვარს ხოლმე ეს ეტიკეტირება ეს ტოქსიკურია ეს თქვათ მიჯაჭვულობის ეს რა თქმა უნდა ესენი არის პატერნები რომელიც ტრამული პატერნებია მაგრამ მე არ ვარ მარტო პატერნები ეს ჩემი პატერნებია უბრალოდ ხო მე გაცილებით მეტი რაღაცა ვარ და აქედან გამომდინარე ეს პატერნი როცა ტრიგერდება მაშინ შეიძლება მე ვიყო საზღვარი არ მაქვს საერთოდ და მაკლდა რაღაც დეფიციტი მქონდა სიყვარულზე ჩამოკიდება მიყვეს ეს გონია სიყვარული ხო ძალიან ახლო მივდიო და ის იზღუდება იმიტომ მას სულ აკონტროლებდნენ და ანუ კედელს დაგახვედრებს და რაც უფრო აქეთ აწვევი მით უფრო კედელს გახვედრებს ანუ იუნგის სიტყვებით რო თქვა და ემპათიის და ტირანის ურთიერთობა გამოდის ხო საბოლოო ჯამში ასეთ რაღაცეების დროს მე თუ ეს პატერნი მაქვს და პარტნიორს თუ პირიქით პატერნი აქვს უნდა
თუ გვინდა რომ ურთიერთობა გადავარჩინო, უნდა უთხრათ რომ იცი რა, ერთმა უნდა უთხრას მეორემ, შენ მოთხოვნილებებზე ზიზრუნე. მე ხო ხედავ რომ ჩემი მოთხოვნილების კარგად ზრუნავ. შენც ისწავლე, მოდი ჩემგან, შენ მოთხოვნილებებზე ზრუნვა, ხო? და შენ უნდა უთხრა აქეთ ახლა პირიქით რომ სხვისი მოთხოვნილებებს მნიშვნელოვანია. შენც გამოდი და მეც დამინახი აქ. აი ამას თუ მოახერხებენ გადარჩება ურთიერთობა. და აი თქვათ გამოსავალი რა არის თუ ხარ დამშეული, ცარიელი, იმიტომ რომ რაღაც დაგაკლდა ხო მშობლებისგან. ხო არის შესაძლებელი რომ შენ საკუთარ თავზე იმუშაო და თვითკმარობისკენ წახვიდე და მაგდენი სიყვარული თქვათ აღარ გჭირდებოდეს რამდენიც მანამდე თუ მუშაობ საკუთარ თავზე და ვითარდები. თუ რაც ბავშვობაში დაგაკლდა, გამორიცხულია მერე რომ შენ მოახერხო რაღაცნაირად და შენ თავს მისცე ეს სიყვარული. რა თქმა უნდა, ნეირობიოლოგიაც იძახის, არსებობს ეგეთი რაღაცა, რაც ნეიროპლასტიციზმი ქვია. ყველაფერი შეიძლება შეცვალო. ანუ ბავშვობაში რაც მოხდა, ჯერ ესეთი ისინი ფაქტები არის. ის იყო შენი ინტერპრეტაცია იმ დროინდელ სიტუაციაში, იმიტომ რომ სხვანაირ გადაწყვეტილება შეუძლებელია, ხო? ანუ ჯერ ერთი ის რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე მაშინ. მეორე ის რომ ის გადაწყვეტილება დღეს აღარ არის რელევანტური. და აქ დააპდეიტება გჭირდება, ხო? ანუ იცვლება, მთლიან შეიძლება rewriting-ი გაუკეთო, update-ი გადაწერო საერთოდ ეს ანუ არა მეტაფორული რაღაცა, არამედ ბიოლოგიურადაც ხდება, ხო? რაც უნდა დაზიანებული იყოს ტვინი, რაც უნდა დავაკვირდეთ. ახალი ნეირონული ქსელი გააბადა, მასე შემდეგ. და ადამიანს თვითონ აქ უნარი ამისი გაკეთების, ოღონდ რა თქმა უნდა, ამისი ნიადაგი თუ არის, როგორც თერაპიული სამუშაო, თუნდაც ჯგუფური თერაპიები, სადაც მიმღებლობა არის და უკავშირებია და არა განკითხვა, ვთქვათ. აი ესეთი ფონზე ეს უფრო ადვილად ხდება და უფრო სწრაფდება. ჩემ თვალწინას ბევრი ესეთი მსგავსი რაღაცები დამინახავს. ამ ეს განვითარებები ადამიანებში საიდან სად გასულან რა სწრაფად თან. ძალიან საინტერესოა. და აი დედას რო ვეხებოდით, თქვათ, მინდა რომ მაყურებლისთვის მოუყვეთ, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს, თქვათ, აი დედა და მამა 50-50% როგორც ვარ ჩვენში. აი თქვათ, დედასთან თუ გვაქვს, ესე იგი, ყველას გვიყვარს დედა, მაგრამ თქვათ, რაღაც ბრაზები გვაქვს. ასევე შეიძლება გაციებული ხარ ხო, ვეღარ გამოხატავს სიყვარულს ისე და ამ ბრაზების გამო სავარაუდოდ ადგილი აღარ არის, ხო? რა შეიძლება ადამიანს, თქვათ, ქალს დედაზე რო იყოს, თქვათ, გაბრაზებული, აი როგორი წარუმატებლობა თუ აი გამიგია რომ რაღაც თქვათ სხვადასხვა მიზეზები შეიძლება კონდეს ამ პრობლემებს მის ცხოვრებაში და რომ მოგვიყვეთ. ხო. ანუ ჩემი ახმით სისტემურ განლაგებაზე უფრო მეტი ჩანს ხოლმე ვიდრე კლიენტი ყვება, ხო, მაგალითად კლიენტმა შეიძლება თქვას, რომ აი დედაზე ვარ გაბრაზებული. და შეიძლება იქ ჩანდეს, რომ მამაც გაბრაზებულია დედაზე და ანუ რას აკეთებს კლიენტი, მამიკოს გოგო. ანუ იგივეს თამაშობს. და რო დავინახოთ თელი სურათი, ორივე გჭირდება, ხო, ორივესგან შემდგარი. ანუ ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილება ორივეს თანაბრობა. რატომ? იმიტომ თუ ერთი მეტია, ის ხდება ძალიან დიდი. ანუ აუტანელი ადამიანი არა, ზიადამიანია. ანუ დედა არის და რაღაცა შენ ძალიან პატარა ხარ და ვერ აიტან, იმიტომ რომ ძალიან დიდია. იგივე ხდება მამის შემთხვევაში, თუ მარტო მამა არის, ხო? მამის ხატი ხდება იმ ხელა, რომ არა ადამიანური არის. როდესაც ორივე თანაბრად შემოდის შენთან, მაშინ ორივე ადამიანი ხდება. გაბალანსებს. გაბალანსებულია, შენ უკვე უყურებ ორივეს როგორც ადამიანებს, ხო? ანუ შენს თახედვაში ეს უკვე ბალანსია, ორი ადამიანია, ძალკე თუ ერთი. და რას აკეთებენ ხოლმე მშობლები, თუ ერთმანეთთან კონფლიქტი აქვს, თვითონაც არ აყავთ მოგვარებული შინაგანი ბავშვი თემები და რა თქმა უნდა ხდება არაცნობიერად პერენტიფიცირება, ან პასიური, ან აქტიური და შვილიც ხედავს ამას და მას ხო უპირობო ლოიალობა აქვს და უნდა რომ თავის როლი აქ დაინახოს თვითონ რო გადარჩეს და ურთიერთობა გადაარჩინოს და არასწორ როლებშია გაჩხერილი ამ მშობლებთან მიმართებაში. ანუ ცდილობს შეიძლება იყოს დედისკენ, იმიტომ რომ მამას უჩაგრავს დედას, ამ დროს ამის საქმე არ არის ეს. იმიტომ რომ დედამ თვითონ უნდა მიხედოს და ამ დროს ეს დიდი ხდება, დედისთვის მცველი ხდება, ან იმას აძლევს, რაც პარტნიორმა ვერ მისცა. ანუ მე მოგცემ ახლა მასას პარტნიორს გამოვიღებ და ამისი შეიძლება აქტიური გამოყენება იყოს დედის მხრიდან და შეიძლება ეს იყოს პასიური, ხო? ანუ დედა ისეთ უძლურია, რომ შენიძულებული ხო, რომ ეს გააკეთო, ან დედა პირიქით გაიძულებს, რომ მასთან იდგე და მამას არ გაეკარო, ხო? და რაც იერარქიაც დარღვეულია მაგას. იერარქია ბალანს დარღვეულია. ხო, ამიტომ მამის სურათი აქეთ ამხარეს, ხო, მამა რომ მნიშვნელოვანია, ხო? ან პირიქით აქეთ რო იყო, იქით მნიშვნელოვანი. ანუ, როდესაც ვაყენებ ხოლმე განლაგების დროს ვეუბნები, სად არის დედა, სად არის მამა, შენ პატარა რო იყავ,
შენ სადიდეკი როგორ დიკ. აი იქიდან ვიწყებ საწყის პოზიციაში. და იქ უკვე ჩაანს დინამიკა და ზოგჯერ არის ხოლმე რომ მე დედასთან მდგავარ, არ და მამასთან მინდა. და ვერ მივდივარ, იმიტომ რომ აქედან ვერ წავალ. და მოდი ახლა გადავდგათ ეს ნაბიჯები და მის მთელ ფსიქოსომატიკაში ეს ნაბიჯები პირველად იდგმება. და მე რომ მიდიან, რასაც ცნობიერებენ, კიდე საინტერესო ისაა. თქვათ და უკვე მამასთან დგანან და იქიდან იყურებიან დედისკენ, ხო? ეს არაზუსტ არ ქონდა, აქ ზნობენ სიმშვიდეს და სტაბილურობას, იმიტომ რომ მეტაფორულადაც დედა უფრო სიცოცხლის წყაროა და მამა არის სტაბილურობა და ცხოვრების გამოცდილება. ხო, ეს სიცოცხლე ის ცხოვრება, ხო? და თითქოს აქ უფრო მშვიდად გახს, სიმშვიდეა. და აქედან ეუბნები რომ მე აქაც კარგად ვდგავარ. როგორც შენთან, ისევე აქაც და ამის უფლება მაქვს. და ეს ემოციურად იმდენად უჭირთ ხოლმე, იმიტომ გონიათ რომ დედა დასჯის ან დედისგან უდანაშაული შეგრძნება. და ამ დროს სადღაც იმასაც აცნობიერებ, მე დედის მხრიდანაც ჩანს, ანუ დედის ფიდბექი, როგორც რეპრეზენტატორის, ან თუნდაც აქეთა როლი რო შეცვალოს, თვითონ კლიენტმა აქედან დაინახოს, დედას ზოგჯერ სურვილი ეგეც არ ქონია. ანუ ბავშვმა თვითონ გადაწყვიტა. და აცნობიერებ, რომ იმ მასაკშიც კი შენი პასუხისგებლობა იყო ის გადაწყვეტილება. ანუ ამ ბევრ რაღაცებს გაცნობიერება ხდება. ანუ როცა ყვები რაღაც სიტყვაზე დედას გაბრაზებული, ეს აფს არ ნიშნავს. არ ვიცით იქ რა ხდება, დედა-მამა ჩავთოთ, შენ დადექი და რა ხდებოდა სინამდვილეში იქიდან დავიწყოთ. ეს დისბალანსი ყოველთვის მერე ცხოვრებაში გადმოგვაქვს. სამსახური, ახალი სამსახური, შეიძლება ერთი იყოს დედა, მეორე მამა და ეს ეყურებდა ერთმანეთს. ანუ ახალ სამსახურში ვერ მიდიოდე, ვერ ბედავ როგორც მამასთან ვერ მიდიხარ დამოუკიდებლობის. თქვათ ესეთი ცხოვრებისეული, ესე იგი სცენარი გაქვს, რომ დედამ გაგზარდა, მამა საერთოდ არ არის შენ ცხოვრებაში და უბრალოდ იცნობ, მაგრამ არანაირი არც ემოციური მარკა, არც მონაწილეობა არ მიუღია, თქვათ. აი ამ დროს რა ხდება ადამიანის ცხოვრებაში? მნიშვნელოვანია მამის პრეზენცი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო. მნიშვნელოვანია დედა თუ გადაგეფარა და თქვა, იცი რა, არ იგრძნო შენ რომ უმამობა ეს ცუდი არის. იმიტომ რომ არა განცდა რომ მამა არსებობს საერთოდ ხო ანა და უნდა ანუ ჩანაცვლებას თუ აკეთებს დედა მამისას ხო? მე არ ვიძახი რომ ტექნიკურად არ უნდა გააკეთოს ჩანაცვლება, იმიტომ რაღაც მზრუნველობის დონეზე მოუწევს იმას ხო რაღაც ტექნიკური ხარ, მაგრამ ემოციურად ჭირდება რომ ეს მამა შენია. ან იყო ან გარდაიცვალა ან წავიდა ან დავწილით რაღაც არ არის ხა შენ ცხოვრებაში, მაგრამ ეს არის მამა შენ ყავს მამა. ანუ ესე იგი ვერბალურად მაინც რო აღნიშნო და შინაგანად უნდა ქონდეს ეს მიმღებლობა, ან ვერბალურად არაა საკმარისი. ხშირად იზახიან ბავშვს თუ დედას. დედას. ანუ ხო, შეიძლება მიმღებლობა არ აქვს. თუ გასაგებია, ესე იგი მნიშვნელოვანია რომ თვითონ დედას ქონდეს მისი მამის მიმღებლობა. შვილი გზნობს დედას, ძალიან კარგი დედა რას აკეთებს, როგორ იმის არაცნობიერთან ლოიალობა აქვს და ამიტომ იმას გააკეთებს. ეს არ არის ფუნქციონალური. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი ესე. მე ხლა მეც რომ კლიენტი თუ მე მიყვება რაღაცას მამაზე ცუც ან ვიღაც ოჯახის წევრზე და მეც ამისკენ თუ ვიქენი როგორც მაკაციან დაქალი ხო არაფერი არის ფუნქციონალური. ანუ მე შინაგანად უნდა მქონდეს ამ კლიენტის იმ წევრის მიმართ ემპათია. რომ ამას დავეხმარო იმის განკურნებაში. მიღებაში თითქოს ხო? ამის ანუ განკურნებაში, მიღებაში. და აი ესე იგი მთავარი არის დედა და მამა. და შემდეგ აი ვთქვათ, ხო არის ისეთ შემთხვევებში, რომ აი ბებია არ უყვართ თქვათ და ბებიის მიმართ აქვთ ან ბაბუის მიმართ სვით დამოკიდებული, ესეც მოქმედებს ესე პირდაპირ. ტრიანგულაციებია ხოლმე, მაგალითად, ნახე, დედასთან ცუდი ურთიერთობა, ბებიასთან კაი ურთიერთობა მაქვს. და რატომ? იმიტომ რომ ბებიას დედასთან არ ქონა კაი ურთიერთობა. ანუ რა ხდება ტრანსგენერაციულად? არსად არ აქვს დედაშვილთან კაი ურთიერთობა. ანუ ეს გადადის. საგვარეულოდ. ხო, ანუ დედას არ ქონ, ბებიას არ ქონა თავის შვილთან კაი ურთიერთობა. შვილსაც თავის შვილთან არა კაი ურთიერთობა და ამებმა შეკრეს ტრიანგულაცია გაკეთეს. ანუ ბებია ეხა შვილთან არის, იმაში რა ქვია, ბლოკში რო იტყვიან, ხო? ტრიანგულაცია ხდება დედა-მამა-შვილში და ბებია ბაბუს ნებისმიერ ხო, ბლოკში ამ პირიქით ბებია არის შვილიშვილთან ბმაში და დედა საერთოდ არ ფიგურირებს, ესეც ხო არის? კი, ხო და ესეც ესეც დარღვევა. დარღვევა, იმ ხრივა დარღვევა თუ ეს გადაჭარბებაა. თორე რა თუ ეს ხარდაჭერა პირიქით მაგასაც ჯობია. არა ხა დახმარება და გაზრდა სხვა არის რა თქმა უნდა. თუ ეს იმ ხელაზე ინდოქტრინაცია იქიდან ჩანაცვლება არ უნდა. ხშირად არის ხოლმე რაღაცა ტინეიჯერობის ასაკის ჩემი მე თურმე არის ერთ-ერთზე ბებია ჩემი. აღმოუჩენიათ რომ ასაც ის არ შეიძლება, ეს არ შეიძლება, ეს არ შეიძლება და მან შეიძლება აპროტესტებდი, მაგრამ ეხლა მივხვდი რომ ამას იმ ხელა გავლენა გაუკეთებ, რომ იქიდან უყურებ შენ დიდმესაც აკონტროლებს ის შენი ტინეიჯერული პატერნები და ეს იმპრინტები ასე ვთქვათ. ანუ ტინეიჯერული ასაკი ძალიან მნიშვნელოვანია რა. იმიტომ რომ ამბობენ რომ ესე ვთქვათ რაღაც 12 წლამდე დამღები ცნობილი ან 8 წლამდე რაღაც და ჩემ გამოცდილებაში მაგალითად ყველაზე რთული და ყველაზე სენსიტიური მქონდა, ნუ ყველაზე არა, მაგრამ ძალიან ტინეიჯერული.
ანუ ტრამვებიც ბევრი რომ ახსენდება, თინეიჯერობიდან მაქვს მიღებული, რომ ამბობენ, რომ თქვათ, ოხ, ეგ ტრამვა აღარ იქნება, იმიტომ რომ რაღაც ასაკამდე, თქვათ, 12 წლამდე იღებ. დაახლოებით 20 წლამდე არის ხო, რელევანტური. არა? 20 წლამდე მაინც რელევანტური პირველი სიყვარულის მეც ტრამვა ვეთანხმები ამას. კი. 20 წლის მერე კი. უკვე ჭრილობა ესეთი ღრმა აღარ იქნება. მაგრამ ეს განვითარებაზე ინდივიდუალურია. ზოგ შეიძლება ძალიან გვიან დაეწყოს განვითარება და მისთვის სხვა ქრონოლოგია იყოს, მაგრამ ძირითადად არის ხოლმე ეგრე 20 წლამდე არის. 20 წლამდე. კი. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა რაღაცები ყალიბდება. ხო პირველ 3 წელიწადში ჯერ ადამიანს ორიენტირება, ბავშვს ორიენტირება უჭირს და ყველაფრის ეშინი, ანუ შიშია დომინირებული ემოცია, ხო? მერე უკვე ბრაზი მოდის, ხო? 3-დან 6 წლამდე რაღაც უნდა გაიტანოს თავისი. და ეს აქ თუ თრგუნავ, ანუ ისა იმ ასაკის განვითარების ეტაპი დათრგუნული ბრაზ ვეღარ გამოხატავს ხოლმე. ან შენ გჭირდება იმ შენ 3-დან 6 წლამდე შინაგან ბავშვთა ინტეგრაცია, თორე ვეღარ მიდიხარ წინ ცხოვრებაში. ანუ ეს ყველა ფერი განვითარებას ემსახურება. 3-დან 6 წლამდე ბრას შეიძლება რატო ვერ გამოხატავდნენ, უშლიდნენ, თქვათ, რომ ნუტირი, თქვათ რაღაც, ხო, ემოცია, სირცხვილია. და იმიტომ არის მე თქვათ, უკვე დასრულ ასაკში, როცა გაბრაზება უჭირთ ადამიანებს და ცდილობენ, რომ კონფლიქტური სიტუაციები აერიდონ თავიდან და თქვათ, გაერიდონ, ხო? შეიძლება მაგის სიბოროტე. ანუ მაგის მერე ვითარდება სიბოროტე. სადღაც ბრაზის მერე. ხო, იმიტომ ყველაფერი ხო არ გაგივა. და იღიმი და რაღაცას მაინც შენი გაგაკ, ხო? ანუ სიბოროტე ის არის, როცა ეხა ომი რო ხდება აგერ უკრაინაში, ხო, თუნდაც ადამიანები ხდებიან. ესენი არიან, ვინც ადამიანებს კლავენ, აი ეს თქვათ, პრეზიდენტები თუ ვინც იქნებიან, ანუ ვის ომის ინდუსტრიაში მონაწილეობს, 9 წლის ბავშვები, რომლებიც ომობანას თამაშობენ, მათი ფსიქოემოციური განვითარება ეგრე არის. ანუ სოციალური არსებებიც კი ვერ არიან, ხო? ანუ მე როგორც ადამიანს ემოციურ განვითარებას გულისხმობ, თორე პოტენცია ყველასა აქვს, რომ იყოს, რა ვიცი, გასყიოსნებულიც, ხო, მაგრამ როგორც ისინი ცხოვრობენ, ხო, რა პატერნებში ცხოვრობენ, ანუ სიბოროტე არის გაჩერებული. ამის მერე რაღაც 12 წლამდე სოციალური მხარეგი ვითარდება, ანუ სხვები არიან მნიშვნელოვანი, მარტო შენი კი არ უნდა აისრულო, ანუ სხვაც იქ დაქალს, მაგაც მეგობარი უკვე მეზობელი რაღაც ეს. მერე ვითარდება ინტელექტი. უკვე აზროვნება გერთვება. ხო, რაღაც აზროვნებ, ხო? და ესე ყველაფერი თუ დისჰარმონიულობთან სამწუხაროდ შეიძლება ინტელექტი გონოს განვითარებული ემოცია არა, ხო? და სადღაც ამის მერე 18 წლის ასაკში თვითრეფლექცია იწყება. და წარმოვიდგინე, ხა ჩვენ რო ვზივართ ამ თემებს განვიხილავთ, ანუ ჩვენში უკვე ჩამოყალიბებულია 18 წლის ასაკის რაღაცა ნაწილი, რომელიც თვითრეფლექციაში მიდის, ხო? ანუ მე უკვე ვაკვირდები, ჩემში ინტელექტიც არის, ჩემში სოციალური მხარეც, ემპათიაც არის, ჩემში ბრაზიც არის, ჩემში ბოროტებაც არის, ჩემში შიშიც არის. ანუ ყველაფერს გადმოვხედე. თუ მანდამდე არ ვარ მისული, მაშინ აქედან უყურებს სამყაროს, სიბოროტიდან უყურებს სამყაროს, ამ ბრაზიდან უყურებს სამყაროს. და სადღაც ესე იგი, ვინც უკვე თვითშემეცნების გზაზეა, მას უკვე რაღაცა მისი ნაწილი 18 წლის გახდა, სრულწლოვანი გახდა. რაღაცა ნაწილი უკვე, იმიტომაც და გაინტერესა ამან. შემთხვევით ვერ მოხდება. გასაგებია. რახან ვახსენეთ ეს ომი და პრეზიდენტები, მოდით გკითხავთ, ესე იგი საქართველოს, თქვათ, როგორც ქვეყნის ესე განლაგების გაკეთება, გაგიკეთებიათ თუ არა? კი, მე თვითონ დავსწრები ვარ. ერთხელ იყო ახლახანს ყავდა ჩემი კოლეგა ვოლფგანგ შპიტა ჩამოყვანილი, ადრეც იმყოფებოდა საქართველოში და სულ პირველად რო გავიცანი, მაშინ ის გაეროში მუშაობდა ფსიქიატრულ განყოფილებაში, კლინიკურ ფსიქიატრიაში და ექიმიც არის, ფსიქიატრიც არის და სისტემური განლაგების სპეციალისტიც არის და თან პოლიტიკური თემები ძალიან კარგად ესმის. და ესეთი შეთავაზება იყო მალტაზე. ჩემი სასწავლო ტრეინინგის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და მთელი მსოფლიოდან ჩამოსული სპეციალისტები, თავიანთ პროგრამების რაღაცა სიმპოზიუმი ქონდა სამკვირიანი. და ეს საქართველოს თემა მაშინ აქტუალური იყო, ეს ანუ საპროტესტო მოძრაობების დასაწყისი იყო ზუსტად. და მაშინ გავაკეთეთ ესეთი განლაგება, სადაც იყო საქართველოს წარმომადგენლებიც გამოსული რეპრეზენტატორებად, ევროპის წარმომადგენლებს, რუსეთის, ანუ საქართველო იყო და საქართველოს მთავრობა. რუსეთის მთავრობა, რუსეთის ხალხი, ევროპის მთავრობა, ევროპის ხალხი, ევროპელები, ამერიკაც და აი ყველაფერი ხო იყო განლაგება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი იყო, ხო ყველაზე მთავარი რაც ამ ყველაფერს ამოძრავებს და ეს ფინანსები. ეს ცალკე როგორც არქეტიპი ის იყო შემოყვანილი და ბოლოს იყო შემოყვანილი. ხა სცენის ახსნა ცოტა ისეთია, იმიტომ რომ ამ შინაგან უნდა განიცადო რა და როგორ ხდება, რაც გამოჩნდა. რა გამოჩნდა? რაც გამოჩნდა ეს იყო, რომ
ქართველები როგორც აი აქ არის ახლა ერთმანეთში დაპირისპირება თუ ერთმანეთის ჯიბრი თუ რაღაც აი ბოლომდე დაიგნორება და ბოლომდე ეს მე მგონი ისტორიულად მოყვება და ეს გაკვეთილი ჯერ არ გვაქვს ნასწავლი ამით იმდენად ვიყავით იქაც შეპყრობილები რომ იქ რამანძილი იყო საერთოდ გლობალურად რა ხდებოდა ეს საერთოდ გამოვეთიშეთ რაღაც მომენტში და თავიდან თვითონ რაღაც ორიენტაცია მიდიოდა რომ მე საერთოდ მოწყვეტილება რომ ცალკე პლანეტაზე ვცხოვრობთ რა ნარცისტული წარმოდგენა გვაქვს როგორც ევროპაზე ასევე რუსეთზე ასევე ან პოლიტიკურად რა ხდება და გონია რომ ყველაფერი გვესმის ეგ ძალიან გამოკვეთილი იყო და რაც არის რეალურად ჩემი ახმითაც მე მგონი ეგრეც ხდება და გუნდურობა გვაქვს ხო ანუ ინტეგრაცია რო გქონდეს ანუ დაახლოებით თვითონ ვოლგანგმაც თქვა მე მგონი იასთან ქონდა ბერსანაძესთან კიდე საქართველოს განლაგება თუშეთში იქ სხვა რაღაცა გამოიკვეთა კიდე რაც იყო აი წამოვიგნე მშობელს ორი შვილი ყავს ერთი უფროსი და ერთი უმცროსი და ეს უმცროსი მიამბოხია და ცოტა თავისუფლებაა და უფროსი უჯერებს და ტრადიციული და ორივე დედმამიშვილებიან აი ეს დამოკიდებულება რა დაკარგულია ჩვენთან იმიტომ რომ ორივე ქართველები ვართ იქიდან მხარე აქედან მხარე ხო და ანუ სრულიად მტრისხატია რა გაკეთებული ხო და აი ეს არის ზუსტად დისბალანსი სანამ ამას არ ვისწავლით რომ არსებობს განსხვავებული აზრი აქ შეგიძლია იარსებო მე ჩემი რაც თქვათ ევროპის ქვეყნებს ნასწავლი აქვს ერთადერთი ევროპა არის დღესდღეობით რისთვისაც ღირსო ცივილიზაცია არსებობს იმიტომ რომ ევროპა რო არ იყოს რჩება სამი დიდი იმპერია რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა. რასაც ყველაზე დიდი ძალაუფლება აქვს. ანუ ერთადერთი რაც თუ რამე შეუქმნია, როგორც არ უნდა ვაკრიტიკო და არ მოგწონდეს, ფუნდამენტი ცივილიზაციის ევროპაზე დგას, ინდივიდუალიზმიდან დაწყებული, ღირებულებიდან დაწყებული, ყველაფრიდან. ამიტომ მაგას ვიზახი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამის დანახვა, რომ მათ მოახერხეს ამ ეს არ არის იმპერია, ამიტომ რომ ყველა ერთ თავის იდენტობა აქვს შენარჩუნებული. კი ბატონო. ხო, რაც არ ხდება ამერიკაში, ჩინეთში და რუსეთში, ხო? ეს იდენტობები იქ არ არის, ერთი რაღაცა არის, მთლიანად. კი, იქ შტატებია, მაგრამ მაინც ამერიკა არის, ხო? ეს ერთი ფონი აქვს ამას, ევროპას არ აქვს ეგეთი ერთი ფონი. ეს ყველაზე რთულია. ყველაზე რთულია. იმიტომ რომ სადღაც ძალაუფლების დემონსტრაციას კი არ აკეთებ, ანუ ინტეგრაციას აკეთებ და რთულია კომუნიკაცია ხარ გადავეწოდა სხვა რაღაცას, მაგრამ ჩემი აზრით, რაც დღეს მსოფლიოს სასწავლი აქვს, ანუ კომუნიკაციაში ერთმანეთთან ეს ავტორიტარულ ქვეყნებს, ამ დემოკრატიულ ქვეყნებთან საუბარი, ეს არ ხდება. ანუ აქ არის კონფლიქტი, უმეტო ორივე აროგანტია. კი ამემა ცივილიზაციაში მიაღწიეს რაღაც, მაგრამ იმათთან დიალოგი არ შეუძლიათ. აი იმათთანაც აქვს რომ შენ არ ახარ სწორი და რაღაცა უნდა სხვა მოხდეს, იმიტომ რომ ფაქტი ის არის, რომ ეს არის ჩიხი. სავარაუდოდ, იმიტომ რომ აი ფასეულობის აბსოლუტურად სხვადასხვა. ხო, და მაინც აროგანტობა არის ორივე მხრიდან, ხო? ანუ ეს არის რაც ფუნდამენტში დევს, ხო? აი აქ არის ეს პრობლემა, რაც დღეს მსოფლიოში დგას. მიუხედავად იმისა, რომ მიაღწიეს ამე მაინც კომუნიკაცია არ ხდება ხო რაღაც აცდენა რა ძალიან სამწუხარო ჩვენ ამ დიდი ყველაფრის ნაწილი ვარ და ჩვენშიც ეს პროცესები ხდება დამოუკიდებლად არაფერი არ ხდება ანუ ჩვენ ჩვენებურად გავდივართ მსოფლიოში რაც ხდება ცნობიერების განვითარების ზოგადად თემას ესეც ცნობიერების განვითარება ასემსახურება ყველაფერი თვითონ ჰერბერტ ჰელინგერიც ამბობს რომ ყველაფერი ცხოვრების განვითარებას ემსახურება ომიც კი რაც აუნა ბრუტალურად ჩანდეს ხო ომის მერე ტექნოლოგია დაჩქარებულია ბევრი რაღაცები ცივილიზაციის წინ წამოვიდა მიუხედავად იმისა ამდენი ადამიანი მოკვდა ხო სულიად უმიზეზოდ მაგრამ საბოლოო ჯამში ბენეფიტი ნახა ცხოვრებამ და ის განვითარდა აი ეგეთი რაღაც განანაწილება ხდება დიდი სურათი და რო შეხვედრ ესე კი არ ამართლეს მაგას მაგრამ ეგ რო ხდება ანუ არაფერი არ ხდება ცხოვრების განვითარების მიღმა და შემთხვევით თქვენ ესე ფიქრობთ რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება? ანუ აი როგორ უყურებთ სამყაროს, რომ აი შემთხვევითი არაფერი არ არის? ყველაფერს აქვს თქვა თავისი ახსნა და მიზეზი? მე როგორც თქვენი პირადი შემთხვევითობა არ მიმაჩნია სწორედ, მაგრამ არც ის მიმაჩნია სწორედ, რომ ყველაფერი რაღაცის გამო ხდება და ამას ახსნა განმარტება მოუძებნოთ. იმიტომ ეს ჩვენი ინტერპრეტაცია იქნებოდა რა. ანუ გარკვეული კანონზომიერება არის, რაზეც დგას ეს ყველაფერი. ხო, აი ამას გულისხმობ. კანონზომიერებაზე დგას ყველაფერი. ანუ უსამართლობა არ არსებობს, ხო? არა, უსამართლობა და სამართალი ხო, რაღაც პირობითია ჩვენი სახელდარქმეულია. იგივე ქრისტიანობას დავუბრუნდეთ, ღმერთი სამართლიანია იყო და იესო და არ უთქვია. სიყვარულია. რატომ? იმიტომ სამართლიანობა რას ამბობს? სამართლიანობა შეიძლება გამოიყენო იმისთვის, რომ
ლეგიტიმაცია ქონდეს ზალადობას. და მსხვერპლი იყო. და ძალიან საშიში თამაშია ეს სამართლიანო რატომ და ვიღაცა რო უსამართლო იყოს. ხო? ამიტომ ეს მე არ ვიძახი რომ უსამართლობაა კარგი, მაგრამ ეს უმაღლესი ღირებულება არა. უმაღლესი ღირებულება სიყვარული. გეთანხმებით. მოდით დავუბრუნდეთ დედის და მამის თემას. მე მგონი კიდე უფრო ჩაშლა საჭიროებს და მგონია რომ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება და კიდევ ვთქვათ აი კონკრეტული მაგალითები რომ მოვიყვანოთ, რომ ვთქვათ დედასთან თუ გვაქვს ცუდი ურთიერთობა, ან გაბრაზებულები ვართ ან ნაწყენები, რა შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში მოხდეს, ანუ რა წარუმატებლობაზეა საუბარი. ანუ ძირითადად ბერთ ჰელინგერსაც როგორც აქვს, ასე ვთქვათ, თავის დაკვირვებებიდან მერე ნათქვამი ხშირად დედასთან გაწყვეტა, დედასთან მოძრაობის გაწყვეტა წარუმატებლობას ნიშნავს, ანუ წარმატებასთანმა გაწყვეტილი. ანუ წარმატებას აქვს დედის სახე. და ეს არ ნიშნავს, რომ მაგალითად მე შეიძლება კარიერაში არ მქონდეს წარმატება ან რაღაცა, ხო? მაგრამ შინაგანად არ მექნება წარმატების განცდა. ეს თავარია, ხო? შეიძლება რაღაც მილიონერიც ვიყო. შეიძლება ვიყო აღიარებული, მაგრამ შინაგანად ხო, შინაგან განცდაზე საუბარი. და ხშირად ეს შინაგან განთანაც მიბმულია, მაგრამ ძირითადად აი სისავსეზე ხო, აი რო აღვიქვა, აი შინაგანი წარმატება რა გრძნობა, აი სავსე თუ არ გრძნობ თავს, ბედნიერი არ ხარ? ხო, ანუ როგორც წეღან თქვი, აი საბაზისო მოთხოვნებში, ბავშვის საბაზისო მოთხოვნებში რაც არის აღიარება ერთ-ერთია. ავტონომიური სივრცე, დამოუკიდებელი განვითარება, enquiry, კრეატიულობა ეს მეორე არის, ხო? მერე არის გართობა, ფან, ამის უნარი თუ არ მაქვს. ნაცავნა კრეატიული იყო, ფან თუ არ არის, არა გამოდის კრეატიულობა, მას რაღაც აკლია, ხო? აი რო შეირგო, ვთქვათ, ის სიამოვნო რაღაცით, გაერთო, ხო, მანდაც აკრძალვები არის, ხო, ხშირად, ხო? სიამოვნებასთან, ავტონომიურ სივრცესთან, აღიარებასთან და მზრუნველობა და სითბოს გამოყოფა თუ არ შემიძლია, ხო? აი ესენი ყველაფერი არის ის დეფიციტები, რომლებიც მე თუ გავწყვიტე, რადგან იქიდან არ მქონდა რაღაც მიზეზის გამო და დავაბრალე დედას, ეს პრეტენზიები მაქვს. ანუ პრეტენზიები ზოგადად მშობლებთან ნიშნავს, რომ მე არ მინდა ჯერ რომ გავიზარდო. მესმის. ესე იგი მე შინაგან ბავშვს ტოვებ იმათთან წარსულში. და ძალიან მნიშვნელოვანია იქიდან რომ წამოვიყვანოთ ეს შინაგანი ბავშვი, ის წარსული დავტოვო წარსულთან და შინაგან ბავშვს გვერდზე დავაყენოთ და მშობლებს უთხრათ მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეს და რაც გასაკეთებელი დარჩა აწი მე მივხედა. აი, ეს რო წარმოედგინო ეს სურათი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ყოველთვის მექნება პრეტენზია. ჩემ შინაგან ბავშვს აქვს პრეტენზია. ნაწყენი, გაბრაზებული, ეს ყველაფერი მე კი არ ვარ. აქ ყოველთვის უნდა ვეცადრო თქვა, ჩემი შინაგანი ბავშვი ნაწყენი. ჩემი შინაგანი ბავშვი გაბრაზებულია. ჩემი შინაგან ბავშვი ეს და რატო? იმიტომ რომ უცებ დისტანცია ჩდება ჩემს და შინაგან ბავშვს შორის და დისტანციის დროს ეს შინაგანი ბავშვი იწყებს შეგრძნებას, აქვს ვიღაცაა ჩემ გარდა კიდე. მარტო არ ვარ თლათ. ანუ არჩევანი შემოდის. არჩევანი შემოდის. არჩევანი რომ შემოდის, უკვე ოკეი, მე აქ უკვე შემიძლია აქამდე თუ ასე ვაკეთებდი, ახლა აღარაა ეს საჭირო, ახლა შეიძლება სხვანაირად ვცადო და გავაკეთო, ხო? ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. ნუ ახლა ბევრი მეტაფორებია, რომ мама ფინანსებთანაა დამოკიდებული, თუ მამასთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა, ფულთან არ მექნება კარგი დამოკიდებულება. ანუ შეიძლება არ გქონდეს ურთიერთობა, შინაგანად ვთქვათ, მამას თუ არ ვიღებ, ხო, ამაზეა ლაპარაკი. ხო, მე ხშირი შემთხვევები მაქვს, კლიენტებიდანაც ვიცი, რომ ერთი ერთზე არის, ანუ წვალობს ადამიანი, ფინანსები არ აქვს და რო ვეკითხე მამასთან როგორ ურთიერთობა, საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა. ძალიან ხშირად არის ხოლმე ეგეთი დამთხვევა თუ რაც არის. მაგრამ მაგას მე არ პირდაპირ საშიშია ყოველთვის კონცეფციებით რო იარო, იმიტომ რომ მე ეხლა მე დედაჩემთან უნდა გამოვასწრო ურთიერთობა და ამბიცია გაქვს რომ წარმატებული. ხო, ეგ რაღაც ხელოვნური. ან ფული მინდა ხა მქონდეს და ამიტომ მამასთან ანუ საიდან უყურებ ამას ხო და ეგ ითამაშებ რაღაც ანუ რეალურად არა მარტო მაგისთვის გჭირდება მამასთან ურთიერთობა ან დედასთან ურთიერთობა, ანუ საკუთარი წარსულის გაშვებისთვის გჭირდება და საკუთარი თავის სიყვარულისთვის. ხო, საჭიროა საკუთარი თავის სიყვარულისთვის დედა და მამა რომ მიიღო, რომ შენ საკუთარი თავის სრულფასოვნად გიყვარდეს. კი, დედა და მამას სიყვარული როგორ რაღაცა არის სიცოცხლის სამსახურის კონტეინერი, ასე ვთქვათ რა. სიცოცხლის სამსახურში არის დედა, მამა და შვილი. ხო, ეს კონსტრუქტია, ასე ვთქვათ. კონსტრუქტია დედა, მამა და შვილი, ხო, სხვანაირი კონსტრუქტია არ არსებობს. და გადაცემა ხდება ამ სიცოცხლის სიყვარულით. ანუ ყველაზე ფუნდამენტებში ეგენი ხდება. სიცოცხლის სამსახურში და სიყვარულით გადაცემა. ამ ფუნდამენტებს რაც უფრო მოწყვეტილი ხარ, მით უფრო
არ ხარ ბედნიერი და შინაგან დაკმაყოფილებას შეგრძნება. როცა ამ ფუნდამენტებს ეხები, ხვდები რამხელა ძალასთან გაქვს საერთოდ კავშირი და რამხელა რაღაცა არსებობს საერთოდ და მაგის გაცნობიერება მოდის უფრო და უფრო რა. და ამ გზნობელობა შემოდის, ამისი აღქმა შემოდის, მადლიერების განცდა შემოდის, როცა ამ წარსულს უშვებ. მაგრამ ეს არ უნდა იყოს ხელოვნური, იმიტომ რომ პირველ რიგში ჯერ ბრაზი გვაქვს გამოსახატი. რას უშვები ჩემ ემოციურ სხეულს. ანუ თქვენ იმას ამბობთ, რომ ბრას ვერ გადაახტები, ჯერ თქვათ ახლა ხელოვნურად მოვიგონე, რომ უიმე დღეიდან გადავწყვეტ, რომ აღარ ვიყო გაბრაზებული, ეს არ გამოვა ფიზიკურად. ეს დესერტები ხა ძალიან პოპულარული კი არის ხა, პატიება და მადლიერება და ძალიან კარგი რაღაცები, მაგრამ ესენი მე ვიტყოდი არის დესერტები. არის გადახტომა, ხო? ანუ რეალურად გამოტოვება იმ ნიშნულოვანი. ეს არის დესერტი, კარგი რომ ვიცოდი რა კარგია დესერტი, მაგრამ დესერტის გემოს ვერ გავიგებ. მე პირდაპირ თუ მივადექი, თუ მე ცხელი კერძი არ რა კარგად არის ნათქვამი. ხო. ანუ ცხელი კერძის მერე გებულობ იმის მნიშვნელობას, ხო? და ეს ცხელი კერძი ყველას ეზარება. იმიტომ რომ სუპერ ეგო არის. დესერტის კერამიკის. არა და თანდკივნეულია. ხო, ანუ ნაღდი სამუშაო მანქანება და ეს არის ჩვენი ემოციური რგოლი, ემოციური სხეული. და ჩვენ რასაც ვაკეთებ ძირითადად რას ვაკეთებთ ხოლმე, რომ არქეტიპით ეს და ეს ვარ, ამასთან შეიძლება, იმასთან არ შეიძლება, ან ჰოროსკოპით, ან ენეაგრამით ის ნიშანია და ამასთან შეიძლება. ეს მარტო რეპტილიურ ტვინზე მოქმედებს. ანუ რეპტილიურ ტვინია, რომელს ორიენტაცია უნდა რომ გადარჩეს, რა არის სწორი, რა არ არის, ორიენტაცია, მიმართულება და აქედან და ადამიანს უკვე უყურებ ჩარჩოთი. და ვეღარ ხედავ სინამდვილეში, ემოციური აღქმა არ აქვს, ანუ უნდა გაწიო ყველანაირი ინტერპრეტაცია. პირიქით უნდა გაწიო. მთელი ეს არქეტიპები, ენეაგრამები, ჰოროსკოპი, ყველაფერი გაწიო დარჩი ერთი ერთზე. გაფრცხნა ყველაფერი. გაფრცხნა და დარჩი ამ აღქმასთან. აქ უკვე ლიმბური ნაწილი ირთვება ტვინის. ანუ ოკეი, შენ ემოციურად დაკავშირდი, ხო? და დაინახე რომ ეს ენეაგრამით ესენი უბრალოდ პატერნებია, საორიენტაციოდ მნიშვნელოვანი. როგორც მუზეუმში რო შეხვიდე ხა და შეიძლება მერე გამოიყენო უკვე ამ ყველაფერს რომ მორჩები ბრაზები რო არა აი სურათი რო თქვა თავიდანო შეიძლება გამოიყენო უბრალოდ აი როგორი ხედვა უნდა კონდეს ის ჩემი აზრით როგორი ხედვა სწორი სადღაც შეხვედი მუზეუმში და მითითებულია იქ აქედან გახვალ იმ ოთახში ვან გოგია იქ ისა ის და შენ შეიძლება რაღაცა მოგწონს რაღაცა არ მოგწონს და მიმართულებებს ისარებს უყურე ხა წამოიდგინე რობოტულად რო შემოხვიდე ამ ისრებზე იარო ზუსტად არ გაიხედ გამოიხედო და გახვიდე და სად ეხარ რო თავისუფლად დადიხარ როგორც გინდა და როცა გაგახსენდება ის არ შეხედა ორიენტაციისთვის და მე გააგზელებ ისო ხდები experience აი ზუსტად ეს სივრცე ხარ შენ და ესენი არის მინიშნებული რაღაც პატერნები რომელიც აი ორიენტაციისთვის გჭირდება ელემენტო მეტი დანიშნულება მას არ აქვს ანუ მარტო იმაზე რომ ხარ ჩაციკლული ხო ამ სივრცეს კი ახლა გავიგე უკვე აი მაგას გულისხმობ ადამიანს ფლიანთ რომ აღიქვა მის პატერნებს კი ხედა მაგრამ ეს ფოკუსი გაქვს იმის მთლიან აღქმაზე რომელიც უფრო მეტია ვიდრე ეს ფილტრი რომ იმას ქნა რა ფილტრი რომლითაც უყურებ ხო ეს ასე ვთქვათ ეს რაღაც ჩარჩო ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ეს დანახვა ხო კი ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო მოდით ვისაუბროთ ახლა ძალიან საინტერესოა ტრავმათერაპია ხო ანუ ტრავმათერაპია ძალიან განვითარდა ძალიან ბევრი საფეხურები ქონდა ადრე უფრო რადიკალური იყო ანუ სხეულზე ორიენტირებული თერაპიებიდან წამოსული უფრო ჩაჭერები ხდებოდა ანუ კატარსისები იყო რაღაც რადიკალური ისეთი გზნობების გამოხატვები იყო რასაც აკლდა გზნობელობა აი ეს რესურსული მხარე ანუ მარტო რომ გამოყარო და მე ჩვეულებრივად გააგზელო ისა ჩახშობილიყო არა საკმარისი შენ უნდა დაუკავშირდე შენ გზნობელობას მეორე მხარე და ნელ-ნელა ჰუმანისტური დარგის თერაპიები რო შემოვიდა მე უკვე აი კარლ როჯერსის და ერიქსონის მე ჰიპნოთერაპიაც რო იყო და უკვე რომ ერიქსონმა მაგალითად კარლ როჯერსმა უბრალოდ თქვა რომ პაციენტი რა სიტყვა ხო კლიენტი საერთოდ მე და შენ არაფერ განსხვავდებით მე შეიძლება ტექნიკა ვიცოდე და მოდი ერთად ვიმოგზაუროთ და ეს თანაბრობა ეს მიმღებლობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო რომ ზუსტად მიხვდა კარლ როჯერსი რომ განკურნებისთვის ეს უფრო მთავარია და ტექნიკა მეორე ხარისხოვანი ხო ანუ წარმოვიდგინე ხა თერაპევტი როგორი მომზადებული უნდა იყოს როგორი ემპათია უნდა ქონდეს და ემპათია არ ნიშნავს ლოიალობას ანუ ემპათია ნიშნავს შენ უნდა საკუთარ თავზე იმუშაო გარკვეულ დისტანციას გჭირდება კლიენტთან მიმართებაში და მიმღებლობას იმის და მთელი იმის სისტემის ხო ეს არის რაც კურნავს ეს ატმოსფერო კურნავს და ტექნიკა არის რა თქმა უნდა რაღაცა ზედაპირული ტექნიკა კი არა ძალიან მაგარი უნდა იყოს ხო ესეც მნიშვნელოვანი ამიტომ აქედან გამომდინარე მერე უფრო განვითარდა როგორც არის პეტა ლევინის somatic experience
ან ნარმი ლაურენს ჰელერის, ანუ ზოგი თერაპიას აქცენტი აქვს აი ესეთი გრადალურ განვითარების დეფიციტებზე, ზოგს აქცენტი აქვს რაღაცა რომ მოხდა, ან ომი, ან კატასტროფა, ან ვიღაცა დაკარგი, ან ექსიდენტი რაღაცა. სულ სხვანაირი, სულ სხვადასხვა მუშაობები ჭირდება მაგას. ან რაღაცა უნივერსალური მეთოდი, რომელსაც აცხადებენ ხოლმე, ეგეთი არაფერი არ არსებობს. ანუ ყველას თავის ისტორიიდან გამომდინარე ჭირდება იმაზე დამუშავება. და საქართველოს ჩვენთან ინსტიტუციონალიზაცია თუ როგორ აქვს სიტყვა, ეგ ჯერ არ არის. არსებობს რაღაც გეშტალტ თერაპიის ინსტიტუტების გეშტალტ თერაპია. ეს რა თქმა უნდა შინაგან სტრუქტურებზე მუშაობს, კოგნიტურად ძირითადად, ემოციური ან body work-ის სხეულთან უფრო კიდე ცალკე არის, კიდე ცალკე დამუშავება საქართველოში პრობლემა გვაქვს მაგისი, არა? ანუ დეფიციტი გვაქვს თითქოს სხეულთან მუშაობის. დეფიციტი არის, რეალური თერაპიების დეფიციტი არის, მხოლოდ კოგნიტურების შემოსული. და ადამიანები მარტო აქ არიან ჯერ. ან თვითონ ფსიქოლოგებსაც ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ეს ჩამოსული არ არის, დამუშავებული არ სხეულში და ემოციებშიც არა. და ამის თერაპიები არ არის შემოსული. ხშირად ბოდიში გაწყვეტინებთ, არის ესეთ შემთხვევა, რომ თქვათ თერაპევტთან უვლია, თქვათ ახლობელს და გაბრაზებულა ძალიან მშობელზე, და მე ვთქვათ, მადლიერებაში აღარ გადაუყვანი და გაბრაზებული დარჩენილა. აი ეს არის ძალიან ხშირი. ხო, ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი, ხო. ანუ ზუსტად მაგას აკეთებენ, ეხლა რაც მოდაშია, self love და და სეპარაცია. მაგას ვიზახდი ზუსტად, რომ მე ჩემი თავი წინ უნდა წამოვწიო, იმიტომ რომ აზვარ წამოვიყენები და მანდ ვრჩები. ეს არის გასავლელი ეტაპი, რა თქმა უნდა, მანდ არ უნდა დარჩე. ანუ ეს არის უბრალოდ ჭიპლარის მოჭრა და კატარსისი, მაგრამ ეგ გჭირდება, მაგრამ შენ თუ არ დაგაკავშირეს, მე რისთვისაც ეს გჭირდება, ანუ მე ესე ვამბობ. ანუ რეალურად ჯანსაღად ისე უნდა დაკავშირდა მე, ხო? დემარკაცია რაც თქვით, რა თქმა უნდა, თავისი ეტაპები აქვს. ანუ ეხლა სისტემური განლაგება მაგალითად როგორც უყურებს, ხო? მე თუ ვამბობ, რომ მე მაქვს უფლება, რომ ჩემებურად ვიცხოვრო როგორც მინდა. აი აქ დავამთავრე წინადადება, ძალიან საშიშია. ამას უნდა დავამატო და ნებისმიერ სხვას აქვს უფლება იცხოვროს ისე როგორც უნდა. უკვე ხვდები კონექტდები. ანუ მე განსაკუთრებული აღარ ვარ. ყველას მაგრამ უნიკალური ვარ. მესმის. ანუ განსაკუთრებულობა უნიკალურობაში უნდა გადმოვიდე. უნიკალური ნიშნავს მე ჩემებური ვარ, როგორიც ვარ. და ესეთი არავინ არ არის, მაგრამ განსაკუთრებული არ ვარ. მესმის. და აი ამას უკვე ემპათიაში ჩამოყავ ხარ. ზუსტად ესა მეორე წინადადება, რომელიც ჭირდება მას, რომ სხვაც ასევე უფლება აქვს. როგორც უნდა ისე იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და აი თვითონ თერაპევტს უნდა ქონდეს ესე დამოკიდებული. იმიტომ ეხლა მე რო ვუყურებ, თითქოს რაღაც მართლა ყველგან რაღაც ამოგლეჯილად არის ეს ყველაფერი მოწოდებული და ეს რაღაც holistic მართლა რაც არის მთლიანობაში არ განიხილება. ჩვენ ვართ სამსართულიანი ქარხანა, როგორც გიორგი გურჯიევი ამბობდა. ანუ პირველი არის სხეული, მეორე ემოციები, მესამე გონება, ეხლა და ქარხანაა. და ყველა სართულს ჭირდება თავისი. ცალ-ცალკე თითქოს ვერ დაამუშავებ. ანუ მარტო მედიტაციებს თუ აკეთებ და მარტო სუნთქვას დაკვირვებებს ძალიან კარგად ხარ, ყველა გამოდიხარ იგივე ადამიანი ქუჩაში. ნებისმიერ ტექნიკა თავისთავად ძალიან კარგი არის, მაგრამ მე ვიძახი მარტო ეს არ არის საკმარისი. ხარ შენ. თავი შეიძლება ყველაფერში მოიტყო ადამიანმა, ხო? ანუ თერაპიებში გადავარდი, ან მედიტაციებში გადავარდი. მე მიმაჩნია, რომ თანამედროვე ადამიანს ჭირდება ბალანსი, როგორც თერაპიის ასევე მედიტაციის და არა მარტო პასიური მედიტაციის. მე არა ვარ მომხრე, რომ მედიტაციები იყოს გაგებული როგორც რაღაც პასიური აქტიური. პასიური მედიტაცია და აქტიური. ზიხარ პასიურად ერთ პოზაში და აკვირდები სუნთქვებს ან რაღაც მანტრას იძახი, ამას ვეძახი უფრო პასიურ მედიტაციას. აქტიურს ნიშნავს, სადაც სხეულის ჩართულია და ემოციებიც. ეგ როგორია? ანუ კომბინაცია უნდა იყოს. არასდროს გამიგია. კი, მაგალითად ოშოს აქვს ძალიან ბევრი კატარსისული მედიტაციები. თან რო ვთქვათ, ან ცეკვა არის, ან მოწიკი, პირველი ნაწილი გასაგებია. ეს იყოს, იმიტომ ჯერ ჭირდება ამოღება ემოციების. კი, იმიტომ რომ თან სხეული იმახსოვრებს ყველა ჩვენ ტრავმას და უნდა განთავისუფლდეს. ეხლა მე მაგალითად არის ესეთი რეტრიტები, ხო, ვიპასანას რეტრიტი, ძალიან გადასარავისა, მაგრამ მე თუ რაღაც დამუშავებული არ მაქვს. მე მაგალითად რამდენჯერმე მაქვს გავლილი ეგეთი პროცესი. ოშოსთან ადრე 90-იან წლებში მოგზაურობდი ინდოეთში და იქ ვანამყოფი ოშოს ტექნიკა არის ეგეთი მისტიური ვარდი, ეგრე ქვია. ერთი კვირა ყოველ დღე ჯგუფი, ახლოთ 40-50 ადამიანი ზოგჯერ იცინის 3 საათი. მართლა. ერთი კვირა. ანუ ჩადიხარ იმ შრეებზე, რაც ბავშვობაში იყო, მართლა იმ flow-ში გადადიხარ, ხო, რამდენი შრეები ყოფილა აცნობი 3 საათი ყოველ დღე, ხო. მერე ერთი კვირა 3 საათი ტირი ხარ ამ ჯგუფთან. გადაბმულად?
ყოველდღე 3 საათი დღეში, ერთი კვირა. და მესამე სტადია 3 საათი ჩუმად ზიხარ ყოველდღე. ანუ მერე გებულობ რა არის ჩუმაჯდომა. ჯერ სიცილის და ტირილის მთელი ეს შრეები, ანუ რამდენჯერ ერთი იხარჯები 6 ჯერ ან 7 ჯერ მაქვს ეს პროცესი გავლილი და მე ვიტყოდი რომ ამ პროცესის მერე დაახლოებით 2 წელი შეგრძნება მქონდა რომ ემოციურად არ ვშიმშილობდი, არაფერი არ მაკლდა. ამ ხელა ინტეგრაციის პროცესი ხდება. იმ ხელაზე გიბრუნდება მგზნობელობა რომ ვერ წარმოიდგენ. და წარსული კი არ ამოდის, მარტო აწყვოში ხდები მგზნობელი. ანუ აწყვოში უკვე აცნობიერებ, რასაც ადრე უხეშად შეხედავდი. ეს რაღაცები ან მაგას ვეძახ, ეგეთი მედიტაციური თერაპიები ეს ერთ-ერთი არის ამის მაგალითი. მათ არ ყოველდღე რო ხდება რაღაც კუნდალინის დინამიურის და ეგეთი მედიტაციები, სადაც აქტივობებიც არის და პასიური ნაწილიც არის. ჩემი დაკვირვებით, მარტო პასიურზე რო ხარ, აი შენ ემოციას და სხეულს სადამუშავებ, როგორ ამუშავებ. და ტრავმათერაპია და სხეულზე ორიენტირებული თერაპიები გამუშავებინებენ ამას, მაგრამ დამოუკიდებელი ვერ ხდები და სულ ამაზე ხდები დამოუკიდებული. იმიტომ რომ იქიდან გებულობ სულ უკავშირს. თერაპევტი გახდა დღეს, ადრე რაც იყო მღვდელი. ჩაანაცვლა ფაქტობრივად თანამედროვე მღვდელი არის. და საშიში იმ ხრივ არ მე არც მაგას ვაკნინებ, მღვდელია ცუდი თუ თერაპევტია. საშიში ისევ დამოუკიდებული არ გახდე. დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ აი წლებია და მე ესე ვფიქრობ ჩემ პირადი აზრით, რომ წლები ადამიანი ერთი და იგივე თერაპიას თუ გადის და თან აი დიდად ცვლილებას ვერ ხედავს საკუთარ თავში, ეს უკვე დამოკიდებულება. ხო, ეს უკვე დამოკიდებულებაა კი. და თერაპევტი ხდება ან კარგი მასწავლებელი, ან ისე მშობელი, ან რაღაცა პროექცია. რაღაცა სუბლიმაცია ხდება, ხო? თერაპევტმა უნდა ფაქტიურად მთელი მუშაობა თერაპიის სწორი გაგებით, სწორი დახმარება რაც არის ის, რომ მაქსიმალურად ეცადო რომ ის დამოუკიდებელი იყოს. არდა ეს ინდუსტრია პრობლემაზე დგას და პირიქით თუ პრობლემაზე დგას, პრობლემები არ თავდება. ამიტომაც ჰუმანისტური დარგის თერაპიები მიხვდნენ რომ პრობლემებში ქექვას დიდწილად აზრი აქვს. პრობლემა უბრალოდ ორიენტაციისთვის კარგია, მაგრამ რესურსებს ჭირდება მხარდაჭერა. რესურსებზე თუ ხარ ორიენტირებული, აქედან მერე შეგიძლია შეხედო ასეთი სურათი ქონდა ფრანც რუპერტს და გურჯიევსაც აქ ვიმეორებ ხოლმე ხშირად ბოლო დროს, იმიტომ რომ ამაზე ტრეინინგიც ქონდა და ემთხოვა ეს თემა ყოველთვის 3 ოთახიანი ბინა გაქვს სინამდვილეში და გონია რომ 2 ოთახი გაქვს. და ერთი ოთახია ტრამვის, რაღაც დაუცველი იყავი თავიდან, მაგრამ გეტკინა და მეორე ოთახი არის თავდაცვის მექანიზმი, სადაც შენ პერსონა ჩამოყალიბდა. ან people pleaser-ი. ან კრიმინალი, ან ნებისმიერ პერსონა იქ არის გადარჩენის ადაპტაციისთვის, ხო? ან people pleaser-ი ზოგჯერ რა ჯიგარია რო იტყვენ ადამიანს, სინამდვილეში ძალიან ტრამატიზირება. მოდით ავხსნათ რა არის people pleaser-ი, შეიძლება მაყურებელმა ქართულად ჯიგარი. მარტივად რო თქვა. ჯიგარი არის people pleaser. არ უნდა იყოს ადამიანი ჯიგარი. ხო, ჯიგრულობა კარგი თვისება, მაგრამ ჯიგარი არ უნდა იყოს. აჰა. ხო, იდენტობა უნდა კონდეს, როგორც ანუ ჯიგრულობა კარგი თვისება, ანუ უჯიგრო ადამიანს, ხო, კაითვის, მაგრამ ჯიგარი თუ ხარ, შენ თავს პატივს არცემ. მესმის. და თუ ეგოისტი ხარ, მაშინ სხვას არცემ პატივს. აი აქ ჭირდება ბალანსი. ამას და იმას შორის. ანუ ჯიგარი არის ამბივალენტური მიჯაჭვულობა. საზღვრები არ გაქვთ ან ალბათ, ხო? ხო, ამბივალენტური მიჯაჭვულობა, ორალური ფსიქოტიპაჟი, საზღვრების დეფიციტი. ანუ შენ სანამ იდენტობა შეიკრებოდა შენში, ვერ შეიკრა რაღაცის გამო. ან ვიღაცა დაკარგი ადრე, ან არ იყო მზრუნველი, ამიტომ შენ გინდა ამ საზღვრებში ვიღაცა შემოუშვა, ის ვიღაცა თუა მაშინ გზნობ რო ხარ. ესე იგი ვიღაცა არ იყო მზრუნველი და ხარ, ესე იგი people pleaser-ი ანუ ჯიგარი, რომ ვიღაცისგან რეალურად ეს ზრუნვა მიიღო? ხო, იმიტომ რომ შენ იმით იყავი დაკავებული, რომ ის ვიღაცა ვის გჭირდებოდა, იყო თუ არ იყო. მთელი შენი ფოკუსი იმაზეა გადასული. და ცდილობ, რომ აეწყო სხვა ადამიანს, თქვათ, რომ იყოს სულ, თქვათ, თუ კარგ ხასიათზეა, შენც ესე უნდა იყოს, თუ ცუდ ხასიათზე, უნდა აუწყო სხვა ადამიანს, ხო? კი, ეგ ექსტრემია, ხო, people pleaser-ობის ექსტრემია, რომ ანუ სრულიად იმაზე გადაერთო, ხო? რა თქმა უნდა, იმის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქ ისევ დემარკაცია შემოდის, ხო? ანუ ეს არის ჩემი პერსონალიტის ოთახი. პირველი ოთახი იყო ტრაუმის, სადაც ის მოხდა რაღაც ტრაუმა, რაც მე ძალიან მტკივ იქით არ მინდა შევიდე და არის მესამე ოთახი. ანუ მესამე ოთახია ჩემი შინაგანი რესურსების ოთახი, რომელიც გამოუყენებელი. 3 ოთახიანი ბინა მაქვს და 2 ოთახში ვცხოვრობ რა. და ეს მესამე ოთახი არის, საიდანაც აი ზრდასრული მე რასაც ქვია, ხო? საიდანაც მე შემიძლია ეს თუ გავაძლიერე, მხოლოდ მაშინ შემიძლია
კომუნიკაცია იმ ოთახთან. ანუ აქედან მე შემიძლია იმ პერსონალიტის უთხრეხა შენ რეაქციულად რობოტულად ნუიქცევი. მოიცადე, ესე კი მოიქეცი, აქამდე საჭირო იყო, მოიცა ცოტა ხანი. ეს სიტუაცია ეხლა არ ხდება ადრე, რომ თავდაცვა ასეთი არ ჭირდება. ანუ ამ დროს ასე ვაკეთებ, ამიგდალა ხო ჩართული არის. ამას ნელ-ნელა ვაწყნარებ და ჩემი საღად აზროვნების და სიცხადის ტვინის ნაწილები აქტიურდება. ანუ ფრონტალური კორტექსის ნაწილები არის, ხო ეს? ანუ ეს ცხადად რო შეხედო რაღაცას და აქტიობა, ანუ ექშენი რო შეგეძლოს, ეგენი აქტიურდება და ის ამიგდალა გამოირთვება, რომ პანიკ მოუჩი როცა არის, ხო? ანუ თვითგადარჩენიდან გამოდიხარ და ფაქტიოდ ეხლა უკვე შეგიძლია იმ ტკივილთან დარჩე. ანუ ეს რას ნიშნავს ფაქტიოდ? ჯავშანი კი არ მაქვს ადამიანებთან. ან იმათთან კი არ ვარ ბოლომდე ჩამოკიდებული მათზე. არამედ ვიცი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, მჭირდება და ვიცი, რომ მათგენენ. მაგრამ გარდაუვალია. მათგენენ კიდევაც და გამახარებენ კიდევაც. და არც ერთის აღარ მეშინია. ადრე მეშინოდა. ადრე მარტო გახარება გინდოდა ბავშვურად, ხო? ტკივილის გეშინოდა. ტკივილის დავკეტე და ამიტომ სიხარულს დამეკეტა. ეს ორივე ერთად მოდის. ორივე ერთად და ეხლა გავხსენი ისევ, რომ ორივე იყოს ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეს აღარ გამანადგურებს. ადრე მანადგურებდა მეშინოდა და ეხლა ვიცი რომ არ გამანადგურებს. ანუ მექნება სიხარულის და ტკივილის, ანუ გზნობელობა დავიბრუნე რა. მაგისთვის ამნიშნულოვანი. კი, რაღაც ნაცნობის სცენარია ჩემ შემთხვევაში. გავიარე ეგ ეტაპი და ესეა, იმიტომ რომ თქვათ იმ ტკივილსაც რაღაც სხვანაირად შიშით ხვდებოდი და ეხლა ხვდები რომ რაც არ უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში, გაგეხარდება, გეწყინება, ცუდი ამბებია თუ კარგი, შენი ცხოვრებაა ეს და შენი გასავლელია. და სხვანაირად გრძნობ ამას. და თან ბოლომდე ამაში არ ხარ შესული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თითქოს რაღაც მომენტში შეგიძლია რომ გვერდიდანაც შეხედო ამას. კი. ну თავარი ისაა თუ ვგზნობ რაღაცას და გზნობელობა არ დავკარგო, ხო? ანუ შეიძლება, იმიტომ რომ ემოცია არ არის ექსპრესია. ან ჩვენ ხშირად გონია რომ ეხლა თუ მე ვტირი ვარ, ესე იგი ემოციას ვგზნობ. შეიძლება ეს გოდება იყოს უბრალოდ ან რაღაც თვითგვემა იყოს. და ეს არც არის ემოცია. შეიძლება ემოცია ზუსტად ამის საპირისპირო იყოს. ხშირად არის ხოლმე რომ ადამიანები სისტემურ განლაგებაში დრამაში ვარდებიან და იქიდან გამოიყვანო. მოდი ცოტათი დისტანცი აქედან შეხედე რომ მთელი სიტუაცია დაინახო. და ზოგჯერ არის გაყინულია, საერთოდ ვერ აღიქოს და იმას პირიქით უნდა შეიყვანო, იმაში რომ გზნობა დაუბრუნდეს, რომ ემოცია წამოვიდეს. ანუ ყველა სხვადასხვა ეს პატერნია თავდაცვის. იქიდან გამომდინარე ემოციურობა მნიშვნელოვანია. ზოგჯერ პირიქითაა იქიდან გამოსვლა საჭირო ექსპრესიიდან, ზოგჯერ პირიქით ექსპრესიულობის მომატებაა საჭირო, ხო? ანუ ეს გზნობელობა არის ჩემი აზრით. და ბავშვობიდან მოდის ეს ყველაფერი, ხო? როგორი ბავშვობა გქონდა? ალბათ, რა ვიცი, 2 წლამდე რაც მოხდა, პირველ 2 წლამდე რაც მოხდა, ეგენი აყალიბებენ, ალბათ 90%-ს მე არც კი გვახსოვს. ზოგჯერ სიტუაციაში კოგნიტურად ფიქრობ ესე და უცებ ისე მოვიქცევი, რომ საიდან, რატომ ახსნაც რო არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არაცნობიერი შრიდან არის, რომელიც ამ სიტუაციაში ტივტივდება და ის არის 2 წლამდე ჩამოყალიბებული. ანუ არც კი მახსოვს, რომ ის ჩამოყალიბდა. ხო, 2 წლამდე სავარაუდოდ არ გვახსოვს. ხო და მან ჩამოყალიბდა ეს მიჯაჭვლობის პატერნები. ანუ როგორიც ვარ, ეს ჯიგარი ვარ თუ აი მან დაიწყო მაგის ფუნდამენტები მან და არც კი გვახსოვს რომ დაიწყო. ანუ დედა როგორ გვექცეოდა, ხო? თქვა ტირილის დროს გვაქცეოდა თუ არა ყურალი. ხო, საწვალი დედები. მაგრამ ნუ გარდაუვალია, ხო? იმიტომ რომ მის დედებიც იყვნენ ბავშვები და მათაც ყავდათ დედები და ეს რაღაც ჯაჭვია და უნდა აღვიქვათ, რომ სხვა შევხედოთ რაღაც თლიან სურათში და ესეა სამყარო მოწყობილი. ფროიდი ამბობდა, მშობლები რო არ იყოს, ტრაუმები არ იქნებოდაო და ესე ხო ვერ იქნება. ტრაუმები არ იქნებოდა და სიცოცხლეც არ იქნებოდა, ხო? მეორე მხარეც აქვს მაგას. კი ბატონო. მე მაქვს ესეთი კითხვა. მე რო ვიყავი რეპრეზენტატორი და მე რო არ ეს პრინციპში წლების წინ იყო. ეხა აუცილებლად გავაკეთებთ ჩემს განლაგებას, მაგრამ მოდი მაშინდელი ჩემი თავი განვიხილოთ. რატომ არ მომინდა თქვენი აზრით, რომ მე გამეკეთებინა საკუთარი განლაგება და მხოლოდ მივიღე მონაწილეობა და ვეხმარებოდი სხვებს. ხო, ვეხმარებოდი სხვებს. ხო. ჩანს უკვე პატერნი რაც არის, ხო? ანუ სხვებს ვეხმარები და მგონია რომ კარგ რაღაც ვაკეთებ, მაგრამ ერთი შეიძლება მან მიზეზი ის იყოს რომ მე არ მეკუთვნის. ნაწილი ეგეც არის. სხვას რო დავეხმარო, საკმარისი არის, ხო? და მე თვითონ რომ სხვები დამეხმარონ არ ვღებულობ მაგას.
ეგ მე არ ვიცი. ხო, მესმის. აი, აი შეიძლება გისმენთ ეს და მე თვითრეფლექსიისთვის- თუ გამომეხმიანავ თქვათ იმ ძველ და მეორე ის რომ მე მაქვს ჩემს ბიოგრაფიაზე გარკვეული ეგო კონსტრუქტი ჩამოყალიბებული და ეს შეიძლება სრულიად დაინგრეს. სრულიად სხვა სურათი იყოს. მოწყვლადობა რო გეშინია, რომ სხვის თვალში როგორი გამოჩნდები? არა მარტო ის, უფრო ფუნდამენტური ისაა, რომ პასუხისგებლობას იგრძნობ, რომ გაიზარდო. ხო და ეს რეპრეზენტატორობა უფრო ადვილი თამაშია. და როგორც კი საკუთარ განლაგებას აკეთებ, ერთი ჩელენჯი ის არის, რომ მე მეკუთვნის და მეორე რომ მეკუთვნის უიმედე და ეხლა ხო პასუხისგებელი ვიქნები. გასაგებია. ეგ ორი რაღაცა არის ძირითადად, ხო? ანუ ხო, პრინციპში ახლა ჩემ თქვათ ძველ ვერსიას და ახალ ვერსიას შორის ახლა ვხედავ რომ ისე დიდი განსხვავებაა და რაც თქვით შეიძლება ყველაფერი იყო. გეთანხმებით, ანუ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი იყო. ჩვენ გვაქვს ხოლმე ტრეინინგები, ახლა ნოემბერში გვაქვს 14-16 წამი ჩამოდის ჩემი კოლეგა, რომელთანაც ერთად შარშან მქონდა ტრეინინგი, სასწავლო ტრეინინგი პირველი ნოემბერში ახლა და ვატარებთ სისტემურ განლაგებას ტრამვებთან მიმართებაში. ზუსტად აი ეგ თემები იქნება დამუშავებული 3 დღიანი ვორქშოპი გვაქვს. რა საინტერესოა. იქნებ მოვიდე. დიდი სიამოვნებით. ჯერჯერობით გვაქვს ადგილი. საინტერესოა. და გასვლით აკეთებთ ხოლმე თუ თბილისში? თბილისში იქნება. გასვლითებს როცა ვაკეთებ, ვცდილობ რომ იქ ყოველთვის იყოს სხეულზე ორიენტირებული თერაპია. როგორც არის play fight ერთ-ერთი მატეო ტანგის მოგვიყევით როგორი არის. play fight არის ძალიან მაგარი მიგნება სხეულზე ორიენტირებულ თერაპიებში. ჩემი წარმოდგენით ძალიან ბუნებრივი არის ძირითადად აი შერკინება. სხეულით. ანუ ჩვენ დიდ ასაკში უკვე სხეულთან შეხება ადამიანთან არ გვაქვს გარდა სექსის დროს, ანუ ინტიმის დროს და ჩხუბის დროს. ან ცემატყეპა არის, ან სექსი, სხვა შეხება არ ხდება. ძალიან მოკლე ჩახუტება და მორჩა ხო კიდე. და ბავშვები უფრო მეტად ფიზიკურები არიან ერთმანეთთან, ხო ეს კინკლაობა, ეს ჭიდაობა, ცხოველებსაც დავაკვირდით, უფრო მეტი სხეულებრივი შეხება. უფრო მეტი შეხება ხდება. და რაღაც ასაკში უკრძალავთ ამას, ხო, მე გამოგო სირცხევილი ხდება რაღაც. მატეო ტანგის მეთოდი არის ზუსტად აი ამ შერკინებაზე აგებული. ანუ უბრუნდები, ისევ ადამიანები უბრუნდებიან აი ამ ერთმანეთთან ასე თქვა ჭიდაობას, ოღონდ აქ არაა კონკურენციაზე და ტკენაზე. ანუ ყველანაირი წესებია დაცული, რომ რაღაცამ არ გიჩქმიტოს, ან არ დაგარტყას, ან უბრალოდ ძალის შერკინება არა ერთმანეთთან. და პირველად აღიქვავ ადამიანს, როგორი ენერგია აქვს სინამდვილეში. ხო? ანუ ისე არ ვიცნობთ, ან სექსურის კუთხით უყურებ, ან ფიზიკურად ეხა ჩხუბის კუთხით უყურებ და აქ ხდება ეს შუალედური, როგორი ენერგია აქვს. და ხდება არქეტიპებით დამუშავება ამის კიდე. მაგრამ რაღაცა საკითხი გაქვს. მაგალითად ჩემი მინდა რომ ჩემს სიზარმაცეს შევებრძოლო ან რაღაც და ვიღაცა მეორე წარმომადგენელი შეიძლება იყოს შენი სიზარმაცე. და აქ უკვე ჩანს აი სადაც თქვათ აი შენ არ იხარჯები ბოლომდე ხო? ან იხარჯები ან როგორ უყურებ და მე 5 წუთიანი სცენა არის, რომლის მერე ეგრევე უკავშირები მოდის ჯგუფიდან და შენს მეწყვილესაც ეუბნები უკავშირს, სულ უკავშირებია ძირითადად. და იმდენ რამეს ამუშავებ, რამდენსაც მთელი დღე რო ცეკვები გააკეთო და რაღაც დაიხარჯონ. ნებისმიერ აქტივობა რო გააკეთო, ვერ მიხვალ იმ სიღრმემდე, იმიტომ როგორც კი სხვა მოდის დახმარება გაცილებით მეტი არის. იმ 5 წუთიან სცენაშიც დროდან გადიხარ ფაქტობრივად არც იცი რომ 5 წუთი არის რა. და ესე იგი ეს შერკინება ძალიან ბუნებრივი რესურსია, რითიც ტრამვებს ამუშავებ, რითიც პატერნებს ამუშავებ. ანუ აქ არ გჭირდება პირდაპირ ტრამვაზე ფოკუსი, პირდაპირ რაღაცა ფსიქოტიპაჟის ამოცნობა ან რაღაცა, არამედ უბრალოდ ბუნებრივი რესურსი. და იქ ჩანს მე ეს ყველაფერი. დასკანირებულია თავნებურად. ძალიან საინტერესო. ლუმოსის იოგა სტუდიო იქაც ტარდება ხოლმე, რომ მისი ვიც არის ხელმძღვანელი, მანაც გაიარა, ასე ვთქვათ, გარკვეული სწავლებები მატეო ტანგისთან და ზოგჯერ ერთად ვატარებთ ხოლმე, ზოგჯერ იქაც ტარდება ხოლმე, ცნობიერი თამაშები ეგრე ქვია, ძალიან საინტერესოა. ვიქნები ყურადღებით. კი, ანუ ძალიან რეკომენდაციას მთელ ერს ჭირდება, იმიტომ ჩვენთან არის ეს თვითონა ეს ქართველებთანაც ეს მამაკაცებს განსხვავებით ჭიდაობა კონკურენციაზე და აქ სწავლობ არაკონკურენტულ რაღაცას. ანუ playfulness-ი შემოდის ამაში. ანუ კუნთოვან ჯავშანს ამუშავებ და არა პირიქით, ხო? ანუ დავამარცხო. ბავშვობაშიც რომ თქვათ ახლა ბიჭები რომ ახსენდება რომ ჭიდაობენ, იქაც კონკურენციაზეა. ზუსტად. და ზუსტად ეგ რო კონკურენციის გარეშე, ანუ პირიქით რომ განკურნოს და ამ რესურსს იყენებ მაგისთვის.
ანუ ძალიან მაგარია. ანუ სხეულზე ორიენტირებული თერაპიები ძალიან ეხმარება მგზნობელობის დაბრუნებაში, რომ მე განლაგება კიდევ უფრო გასაგები ხდება. და თან ალბათ ამ ბლოკების გახსნაშიც ეხმარება, ხო? კი, რა თქმა უნდა. გამოაქვს ეს. კი, სხეულზე ორიენტირებული ყოველთვის ბლოკების თან მე რაც მომწონს არ ვარ მომხრე რომ არაცნობიერ შრეებზე რაღაც რენდომ წამოტივტივთ, არამედ იქ ხდება ცნობიერად ამის დამუშავება, ხო? იგივე არის ახლა ერთ-ერთი თერაპევტი ერთ ჩამოსული ანიშა დილონი, რომელსაც ბესტსელერი წიგნი აქვს, ანტრული პულსაცია ეგრე ქვია, ანუ ვილჰემ რეიხის სხეული ფსიქოტიპაჟების და სუნთქვითი ტექნიკების და ტანტრის, ასე ვთქვათ, შერწყმა არის. და ტანტრა ჩვენთან ცოტა ისეთი ასოციაცია რაღაც სექსთან იკვეთება. არ და აბსოლუტურად სხვა რაღაც არის, ეს მგზნობელობასთანაა დაკავშირებული და ეგ მეთოდი სტარდება ახლა. ანუ რაღაცები არის სხეულზე ორიენტირებული ნელ-ნელა შემოდის, იმიტომ რომ შესაძ ადამიანს მობეზრდება მარტო კოგნიტური, მე დაიწყება რომ უფრო გემრიელი რაღაცა გინდა, უფრო რაღაცა რაც მუშაობს. ევროპაში მაგალითად ვერ დააკმაყოფილებ ვერავის უკვე ფსიქოლოგიურ, ასე ვთქვათ, აი კოგნიტურ თერაპიებზე არავინ არ დადის. ანუ უნდათ რომ მინდა რომ დავამუშაო, რომ მინდა რომ დავიხარჯო, მინდა რომ ოფლი დავუღვარო. ასე ვიმუშაო, ეს აღარ მაკმაყოფილებს რაღაც ესეთ. ამიტომ არის ეს somatic experience, ნარმი, ეს სხეულზე ორიენტირებული თერაპიები, ყველაფერი უფრო და უფრო აქაც ნელ-ნელა უფრო შემოვა. აქედან კითხვა მიჩნდება, ესე იგი ვარჯიში ყოველთვის აუცილებელია, ხო? ფიზიკური აქტივობა ზოგადად. ფიზიკური თვითზრუნვა, როგორც ჯანსაღი კვება, როგორც ჯანსაღი ძილი. ასევე გჭირდება თერაპია, თვითრეფლექცია, ეგეთი მედიტაცია, ეს კოგნიტური და ემოციებისთვის გჭირდება გამოხატვა. ანუ გამოხატვა და ბევრს ურჩევდი, რომ ან ეს ემოციული ჩარჯი თუ გააქვს, ბალიში უნდა აიღო მაგ დროს და ან ურტყა ბალიში. ან 9 საათი თვეში ერთხელ ან ორჯერ მაინც სრულად არაადეკვატური უნდა იყოს. მე იქნება რეალურად ადეკვატური მართლა? ანუ რომ გამოუშვა. გამოუშვა, იმდენად არის ესენი არის ისეთი ტოქსიკები, რომელიც მე ხდება დაავადებების ბუდე. კი. ონკოლოგიური დიმენსიის ყველაფრის ბუდი არის დაგროვილი გამოუხატავი ემოციები. რომელსაც ინახავს ჩვენი სხეული. კი. და ეს კატარსისები მაგიტომაა საჭირო რა. ანუ ის რო იყიდება, რა ქვია, იმას გრუშა, ხო? სახს შეიძლება კონდეს ამ ბოქსზე რომ მიდიხარ გრუშაზე. იმიტომ თუ ადამიანთან გამოუხატავ ის ხო გიბრუნებს. რა თქმა უნდა. ხო და აქ ჩაბმული ხარ ისევ და ბოლომდე ვერც დაიხარჯე. ენის სიმშველის მე ძალიან. კი, კატარსისია თავისებური. ხო, იმიტომ რომ ბოქსზე დავდიოდი და მივხვდი რომ ეს მირჩევნია და ხო, ნუ ყველამ თავის უნდა იპოვოს რაც არის. კი არა, ამ მაგას ვიძახი ემოციურიც, ფიზიკურიც და გონებრივი სამივე თვითზრუნვა გჭირდება. ხო, თვითზრუნვა გჭირდება და საკმაოდ ის არის, რა ქვია. ანუ ადამიანები ამბობენ, რომ დრო არ მაქვს ამისთვის და აუცილებელია რომ გავაცნობიეროთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ამისთვის მოვიცავოთ. ბოლოში ექი მომიშველე. ამ დრო არ მაქვს ის შედეგი და მე უკვე გვიანია. მესმის. უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მე ძალიან ვისიამოვნე, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა და მგონია რომ მაყურებელიც ასევე დარჩება კმაყოფილი. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ პირადად იყო ინტერესი ამ თემის და უფრო ცოცხალი გამოვიდა. კი, უღრმესი მადლობა და აუცილებლად გეწვევით, ესე იგი ნოემბერში სისტემურ განლაგებაზე. კი, დიდი სიამოვნებით. ნახვამდის. მადლობა, ნახვამდის. კარგად.